ცენტრალურ აზიას წლების განმავლობაში რუსეთის უკანა ეზოს ეძახდნენ, თუმცა ეს ეზო ნელ-ნელა საერთაშორისო გზაჯვარედინად იქცევა. თქვენ უყურებთ პოდკასტს როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ცენტრალურ აზიაზე და მის ისტორიულ და თანამედროვე როლზე მსოფლიო გეოპოლიტიკაში. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია ისტორიკოსი ემილ ლავდალიანი. შეგახსენებთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება, ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, ქვემოთ კომენტარებში დაგვიტოვოთ თქვენი მოსაზრებები და დაგვეხმაროთ, რომ ხმა მივაწვდინოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ვისაუბრებთ ცენტრალურ აზიაზე. ეს არის ძალიან საინტერესო რეგიონი, რომელიც ისტორიულადაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია და მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, ვფიქრობ, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და მინდა ზუსტად აი ამ კუთხიდან შევხედოთ მთლიან რეგიონს. რა ხდება იქ, რას წარმოადგენს ეს რეგიონი და დავიწყოთ ცოტა ისტორიული მიმოხილვით. თქვენ ისტორიკოსი ბრძანდებით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კვლევა გაქვთ ჩატარებული და საინტერესოა რა არის ცენტრალური აზია და რა ისტორიული ფუნქცია მოვალეობა ჰქონდა გლობალურ გეოპოლიტიკაში. მადლობა ბატონო ერეკლე მოწვევისთვის. რეგიონი მართლაც ძალიან საინტერესოა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, განსაკუთრებით ბოლო წლებში მიმდინარე პროცესების ფონზე ამ რეგიონმა ასე ვთქვათ იმატა თავის მნიშვნელობით, გაიზარდა თავის მნიშვნელობით და რა თქმა უნდა ჩვენ ამ მიზეზებს შევეხებით დღევანდელი საუბრის განმავლობაში. მაგრამ უშუალოდ რომ თქვენ კითხვას რო დაუბრუნდეთ, ისტორიულად აი ცენტრალური აზია რა არის, უშუალოდ რა ასე ვთქვათ რა გეოგრაფიას მოიცავდა და რა როლს ასრულებდა. საინტერესოა ეს პირველ რიგში, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ცენტრალური აზიას ვეძახეთ ესე ვთქვათ 5 ქვეყნისგან შემდგარ რეგიონს, ის 5 ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირში შედიოდა. მაგრამ ისტორიკოსებმა ვიცით, რომ ცენტრალური აზია უფრო ფართო მასშტაბის, ფართო გეოგრაფიული არეალი არის, ვიდრე ის, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით ცენტრალურ აზიას, ხო? სხვადასხვა პერიოდში ეს რეგიონი იყო უფრო მჭიდროდ დაკავშირებული ვიდრე დღესაა, მაგალითად ავღანეთთან, იგივე თანამედროვე მონღოლეთთან, იგივე თანამედროვე რუსეთის სამხრეთ ნაწილებთან, იმ ნაწილებთან, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება თანამედროვე ცენტრალურ აზიას, ანუ ძირითადად ასე ვთქვათ ყაზახეთს. ანუ ცენტრალური აზია ეს არის რეალურად შუაგული აი ამ უზარმაზარი კონტინენტის, რაც არის ასე ვთქვათ ლისაბონიდან ვიეტნამის, ასე ვთქვათ კორეის ნახევარკუნძულამდე, უხეშად რო ვთქვათ და ნორვეგიიდან სიტყვაზე ვიეტნამამდე და ის მოიცავდა ბევრად უფრო ფართო არეალს, ვიდრე დღეს არის ის რეგიონი, რომელსაც ჩვენ ვეძახით ასე ვთქვათ ცენტრალურ აზიას. და აი პირველ რიგში ჩვენ ახლა დიდი ასე ვთქვათ დისკუსია მიმდინარეობს ისტორიკოსებს შორის, რამდენად სწორია ეს ტერმინი. მე ვიტყოდი, რომ სულთლად ასე ვთქვათ გამართლებული ტერმინი არ არის ცენტრალური აზია. ალბათ ამ ცენტრალურ აზიაში უნდა მივიჩნიოთ ავღანეთიც, პაკისტანის ნაწილიც, ბევრი მიიჩნევს, რომ ინდოეთის ჩრდილოეთი ნაწილიც კი, იმიტომ რომ თუ ჩვენ გადავხედავთ ისტორიულ პროცესებს, ხო, ძველ დროს და განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, იქნება ეს მონღოლების პერიოდი, ან სიტყვაზე მონღოლების შემდგომი პერიოდი, სიტყვაზე თემურლენგის ეპოქა, ან თემურლენგის შემდგომი ეპოქა, როდესაც უკვე მოგოლთა ესე ვთქვათ იმპერია არსდება თანამედროვე ინდოეთის ცენტრალურ და ესე ვთქვათ ჩრდილოეთ ნაწილებში. ნათელია რომ ეს რეგიონი, ანუ ინდოეთის ჩრდილოეთი ნაწილიდან თანამედროვე რუსეთის საზღვრებამდე, ყაზახეთ-რუსეთის საზღვრებამდე პრაქტიკულად ერთ სივრცეს წარმოადგენდა. და მართლაც თუ გადავხედავთ არქიტექტურას, თუ გადავხედავთ ასე ვთქვათ მართლობის სისტემებს, თუ გადავხედავთ რელიგიას და გადავხედავთ კიდევ მრავალ სხვა სიტყვაზე კომპონენტს, რომელიც შეადგენს ესე ვთქვათ ერთ გეოგრაფიას, ერთ-ერთ სივრცეს, ერთ კულტურას, ნათელი ხდება რომ აი ეს ცენტრალური აზია არის ბევრად უფრო დიდი, ეს არის ავღანეთიც, ეს არის პაკისტანის ნაწილიც, ეს არის ინდოეთის ნაწილიც და ამიტომაც ცენტრალური აზია პრაქტიკულად არის შუაგული აი ამ უზარმაზარი კონტინენტის, რომელიც აერთებს, აკავშირებს ერთმანეთთან ასე ვთქვათ ინდოეთს, ჩინეთს, ევრაზიის სტეპებს, ხო, რაც ისტორიულად იყო და თანამედროვე რუსეთი არის. და ახლო აღმოსავლეთს და უფრო შორს რა თქმა უნდა ევროპის კონტინენტსაც, ხო? ანუ ამიტომაც ეს ცენტრალური აზია, ისე რომ დაუბრუნდეთ თქვენ კითხვას, რა როლს ასრულებდა დამაკავშირებლის როლს.
ცენტრალური აზია იყო პრაქტიკულად რეგიონი, რომლის დაკავებითაც შენ, როგორც თქვი, ახერხებ უკვე დიდი ეკონომიკური სისტემების ერთმანეთთან დაკავშირებას. ეს ძალიან დიდი რამე იყო ძველ დროს. არ მარტო ძველ დროს, თანამედროვე პერიოდშიც, ხო? მაგრამ ძველ დროს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ვინც ამას მოახერხებდა, ის პრაქტიკულად ყველა ფინანსებს ევრაზიაში, ხო, ის ვაჭრობაში რაც მიედინებოდა, ხო? აი ამ სახმელეთო ვაჭრობაში, რაც ჩვენ აბრეშუმის სავაჭრო გზებს ვეძახით. პრაქტიკულად ვინც ამას გააკონტროლებდა, ის დომინირებდა უკვე მთელ მოდი ასე ვთქვათ, იმდროინდელ პერიოდში ევრაზიაში იქნებოდნენ ეს მონღოლები, თემურლენგი და სხვა. თუ გადავხედავთ რა საკეთებდნენ ისინი ცდილობდნენ დაეკავშირებინათ ჩინეთი ახლო აღმოსავლეთთან, შავ ზღვასთან, ან უფრო შორს ევროპასთან. აი ვინც ამას მოახერხებდა და შუაში არის ცენტრალური აზია, ის დომინირებდა უკვე ფინანსებით და პრინციპში სამხედრო კუთხითაც, იმიტომ რომ ეს ის რეგიონია, საიდანაც მომთაბარეები მოდიან. ანუ ესეც არ დაგვაუწყდეს, რომ ეს არის წყარო მომთაბარული იმპერიების, ასე ვთქვათ, ხო, იქიდან მოდიან ეს მომთაბარეები და აშენებენ ეს სოფლიო იმპერიებს. და ბოლო მცდელობა, რა თქმა უნდა, იყო თემურლენგისა, რომლის ჩაფუშვის, ასე ვთქვათ, შემდეგ, წარუმატებლობის შემდეგ, უკვე ცენტრალური აზიის როლი ნელა კლებულობს, როგორც სამხედრო ძალის. სავაჭრო კუთხით ჯერ კიდევ ინარჩუნებს როლს. აი მერე უკვე ეს არის სადღაცა იყო მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიაში, ასე ვთქვათ, სრულად მოქცევის შემდეგ მაინც კარგავს იმ გარკვეულწილად აი იმ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, ისეც როგორიც ეს იყო სიტყვაზე ძველ დროს, ან მაგალითად, ასე ვთქვათ, მონღოლების შემდგომ პერიოდში. აი დღეს ხდება გარკვეულწილად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იწყება ესე ვთქვათ განახლება აი ამ თუ შეიძლება იმ სიტყვის გამოყენება რაღაცნაირად გაღვივება, მოდით ასე ვთქვათ, აი ამ ცენტრალური აზიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის, როგორც დამაკავშირებლის, როგორც გეოპოლიტიკური ძალის პრინციპში მსოფლიო ასპარეზზე. ძალიან საინტერესოა, დამაინტერესა იმ ფაქტმა, რომ აი მე-19 საუკუნეში, როდესაც ეს რეგიონი, ასე ვთქვათ, ნაწილობრივ მაინც ინტეგრირებული იქნა რუსეთის იმპერიაში, რამ განაპირობა მისი სავაჭრო გზად წარმოჩენა, ან დაკლება ინტერესის ამ მიმართულებით ეს იყო, რომ რუსეთმა შეძლო ალტერნატიული სავაჭრო გზები გაეშენებინათ საკუთარ ტერიტორიაზე და ანუ შეამცირა, თუ ეს იყო უბრალოდ ინტერესის დაკარგვა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. კი, საინტერესო კითხვაა. ესე იგი, რუსების დაინტერესება ცენტრალური აზიით პრინციპში პეტრე პირველის პერიოდში უკვე მკაფიოა. ექსპედიციებიც კი იგზავნება, ასე ვთქვათ, ცენტრალური აზიის მიმართულებით. იდეა არის, რომ მივიდნენ ინდოეთამდე. ბევრი მიიჩნევს იმას, რომ ეს არის რაღაც ილუზორული ამბიცია, რაც რუსებს ჰქონდათ. ბევრი მიიჩნევს, რომ არა, პრინციპში რატომაც არა, რუსები ინტერესდებოდნენ მართლა ინდოეთამდე მისვლით. მაინც და მაინც არ ნიშნავს ეს იმას, რომ დელის დაპყრობა უნდათ, ან თანამედროვე პაკისტანის დაპყრობა უნდათ, ასე ვთქვათ, ხო? არა, მაგრამ რუსებს ჰქონდათ ამბიცია, რომ ჩასულიყვნენ იმ ტერიტორიამდე, სადაც იყო სიმდიდრე, ანუ სავაჭრო კუთხით გასულიყვნენ ისე ტერიტორიებზე, რომელიც ამ შედარებით ღარიბ იმპერიას გაამდიდრებდა, ღარიბს, იმიტომ რომ რუსეთი მოწყვეტილი იყო მსოფლიო დონის, ესე ვთქვათ, სავაჭრო გზებისგან, ხო? იმიტომ რომ მას არ ჰქონდა გასასვლელი თბილ წყლებზე, როგორც ასეთი, ხო? შავ ზღვას და კასპიის ზღვას, რა თქმა უნდა, არ თვლით, მით უმეტეს არც ბალტიას, ყველგან იყო ჩამკეტი იქ ოსმალეთის იმპერია, ზემოთ სიტყვაზე შვედები, შემდეგ ბრიტანელები და სხვები. კასპიის ზღვა მოგეხსენებათ, პრინციპში ტბა არის და ამიტომაც შენ ვერსად ვერ გადიოდი, ხო? ამიტომაც აი ხმელეთით ქვემოთ ჩასვლა ირანამდე და მერე შეძლებს დაგვარად უკვე ინდოეთამდე, ეს არის ის, რაც რუსებს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ და ალბათ ჩვენ შევეხებით ნაწილობრივ აი ამ ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფან სავაჭრო გზასაც, ხო, რომელიც რუსების მიერ არის, ესე ვთქვათ, ну არა მხოლოდ რუსების მიერ, არამედ ირანელების და ინდოელების მხრიდანაც, ასე ვთქვათ, წარმოჩენილი როგორც საუკუნის პროექტი, ხო? ეს მაინც საუკუნეების წინ წარმოჩენილი იდეის გაგრძელებაა, ანუ იდეის, რომელზეც აი ხა ჩვენ საუბრობთ, რომ რუსები ჩავიდნენ სამხრეთით. და აი ამ საერთო იდეაში ცენტრალური აზია ფიგურირებს როგორც ერთ-ერთი დერეფანი, ხო? ანუ ცენტრალური აზიით უნდა გავიდე, ან უნდა გავიდე სამხრეთ კავკასიით, რასაც სიტყვაზე პეტრე აკეთებს, ხო? მე-18 საუკუნის დასაწყისში. მაგრამ ცენტრალური აზიისთვის რუსებმა ვერ მოიცალეს, უბრალოდ წარუმატებელი ექსპედიციების შედეგი იყო ეს და მეორე მხრივ მაინც რუსების ფოკუსი სამხედრო და მაინც მოდი თქვათ ეკონომიკური, მაინც იყო მიმართული უფრო შავი ზღვისპირეთისადმი
ნაწილობრივ ბალტიის პირეთში, ესე ვთქვათ, საბოლოო ჯამში რომ დაიმკვიდრონ თავი და მერე უკვე საფრთხეები, ხო, ეგ სიტყვაზე, ну, ჯერ შვედები მოდიან, მანამდე პოლონელები, მერე შვედები, მერე ნაპოლეონი, მერე ჰიტლერი სიტყვაზე, აი ეს სულ დასავლეთიდან მოდიან, ხო? რუსებს აი ყოველთვის რაღაცა სრულად არ ეცალათ ხოლმე ცენტრალური აზიისთვის 19 საუკუნის მეორე ნახევრამდე პერიოდამდე, როდესაც იმ ყირიმის ომში წარუმატებლობის შემდეგ იმპერიამ რაღაცნაირად რა უნდა გაეკეთებინა რომ ასე ვთქვათ დანაკარგები შეეფსო თავისი არა ტერიტორიული, არამედ ასე ვთქვათ მორალური, იდეოლოგიური, ასე ვთქვათ და ამიტომაც უფრო აზიისკენ გაიხედა. აზიაში, გულისხმობ ცენტრალურ აზიას, მოხდა სიტყვა სამარყანდის და ბუხარესტის და სხვა სიტყვაზე სხვა ქალაქების დაპყრობა, მივიდნენ უკვე თურქმენეთში პრინციპში და სადღაც უკვე 70-იან 80-იან წლებისთვის 19 საუკუნის რუსები უკვე პრაქტიკულად აკონტროლებენ იმას, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით ცენტრალურ აზიას, მეტნაკლებად. ანუ არიან ჩასულები თანამედროვე ირან-თურქმენეთის საზღვრამდე, ხო? აი საინტერესო რა არის, რომ მათთვის ცენტრალური აზია იმ დროს არის ტრანზიტი, ასე ვთქვათ, ინდოეთამდე ჩასასვლელად, პოტენციურად მომავალში ინდოეთამდე ჩავიდნენ, ასე ვთქვათ, მაგრამ ვიცით რომ ანტი ინგლისელები არიან და რუსები უყურებენ ამ სივრცეს როგორც შესაძლებლობას, რომ ბრიტანელებს შეუქმნან პრობლემა. ანუ ბრიტანელები ხედავენ ერთ რამის, რომ უნდა დაიცვან ინდოეთი, მაგრამ არიან შორს სიტყვაზე უშუალოდ მეტროპოლიისგან და აი ამ გაგებით ბრიტანელები შიშობენ ერთ რამეს, რომ ანუ რუსები გვიქმნიან პრობლემას ოსმალეთის იმპერიასთან მიმართებაშიც, ირანთან მიმართებაშიც, ამავდროულად ცენტრალურ აზიაშიც. ანუ რუსები ერთდროულად გვიქმნიან რამდენიმე ფლანგზე პრობლემას და პრინციპში შეუძლიათ იგივეს გაკეთება ბალტიისპირეთშიც. ანუ რუსებს აქვთ უპირატესობა, რომ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაარტყან ბრიტანელებს. ბრიტანელებს ეს კარგად ესმით, რომ მაინც და მაინც რუსები დაპყრობას არ აპირებენ ინდოეთის, მაგრამ ცალსახაა რომ ეკონომიკური ინტერესი გააჩნიათ და ცალსახაა რომ შეუძლიათ ბრიტანელებს შეუქმნან ლოკალურ დონეზე, ასე ვთქვათ, პრობლემა რომ დისკომფორტი შეუქმნან ბრიტანელებს აი ინდოეთის ჩრდილოეთში და ამით მოუგონ ბრიტანელებს სხვა ფლანგზე. ანუ ყურადღება გადაატანინონ სიტყვაზე, ხო? ეს ელემენტარული ესე ვთქვათ რუსებს ესმით ბრიტანელებს, რუსების იმ დროს, მაგრამ აი უშუალოდ თქვენ კითხოს რო დაუბრუნდეთ, რა როლს ასრულებს აი სავაჭრო კუთხით ცენტრალური აზია რუსებისთვის. სანამ რუსები დაიმკვიდრებდნენ თავს, ხო, სრულად ცენტრალურ აზიაში, იქ მოხდა საინტერესო რამ. უკვე საუკუნეების განმავლობაში ეს რეგიონი იყო წყარო ცხენებით ვაჭრობით, ასე ვთქვათ. ინდოეთში იმდენად დიდი მოთხოვნა იყო ცხენებზე, რომ ძირითადი წყარო მათი იყო სტეპი და ამ შემთხვევაში ეს არის ცენტრალური აზია. და როდესაც რუსები უკვე შედიან ამ რეგიონში, ცენტრალურ აზიაში, მათ მთელი ეს ვაჭრობა, რომელიც აკავშირებდა და ცენტრალურ აზიას ინდოეთთან, ხო? და ინდოეთი მაშინ იყო უფრო დიდი ვიდრე თანამედროვე ინდოეთი, რომელიც მოიცავდა სიტყვაზე თანამედროვე პაკისტანსაც, სხვა ტერიტორიებს. მოხდა წყვეტა, ასე ვთქვათ, ხო, ცენტრალურ აზიასა და ინდოეთს შორის ვაჭრობის კუთხით. ანუ რუსებმა შეითვისა, ასე ვთქვათ, ყველაფერი, ასე ვთქვათ, წამოიღეს ცენტრალური აზიიდან, ცენტრალური აზიის ბაზარი, ასე ვთქვათ, დაუკავშირეს თავის იმპერიას. იქნება ეს ცხენებით ვაჭრობა, იქნება ეს სხვა სახით სიტყვაზე, სხვა სახის ასე ვთქვათ, კომერცია, ხო? და რუსებმა დიდი ბრძოლა გამოუცხადეს სიტყვაზე ადამიანებით ვაჭრობასაც, იგივენაირად როგორც სიტყვაზე შავ ზღვაში მოხდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. და აი ამ კუთხით, ანუ რუსებმა ბევრი რამ სიტყვაზე შეიძლება დადებითი შეიტანეს ცენტრალურ აზიაში, მაგრამ ამავდროულად მათ მოწყვიტეს ცენტრალური აზია იმ რეგიონისგან, რომელთანაც უფრო ორგანულად იყო გარკვეულწილად ორგანულად იყო დაკავშირებული ცენტრალური აზია. ეს რეგიონი რა თქმა უნდა არის ინდოეთი, დიდი ინდოეთი, ასე ვთქვათ, ხო? და აი იმ პერიოდიდან უკვე იწყება ეს წყვეტა ეკონომიკური, რომელიც მერე უფრო კაცრი სახის კაცრ ფორმას იძენს საბჭოთა კავშირის დროს, უკვე საზღვრები პრაქტიკულად ჩაკეტილია. რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი ვაჭრობდა, როგორ არა, მაგრამ მაინც ესე ვთქვათ, ხალხთა შორის კავშირი და ზოგადად საზღვარი მაინც იყო მინიმალურ დონეზე და ამიტომაც ცენტრალური აზია მაინც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან 1991 წლამდე ჩაკეტილ რეგიონად არის. და მას მისი პოტენციალი ის რაც ჰქონდა, არის დაკარგული
სანამ აი ეს ხუთი ქვეყანა არ სიტყვაზე არ მოიპოვებს დამოუკიდებლობას და აი დღეს ჩვენ ვხედავთ აი შეიძლება ასე ვთქვათ რენესანსს რა აი ამ ცენტრალური აზიის გააქტიურების ეკონომიკურ დონეზე, გეოპოლიტიკურ დონეზე და როგორც ცდილობენ ეს ქვეყნები უკვე ასე ვთქვათ გამოვიდნენ იმ ჩაკეტილობის ხანიდან და შეასრულონ ის როლი რომელიც მათ ისტორიულად ჰქონდათ და რომელზედაც ჩვენ პირველ კითხვაში ვისაუბრეთ. საინტერესოა აი ჩაგეძიებით ბოლოსკენ რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ რუსეთმა მოგწყვიტა ევროპას. და ეხლა, როდესაც დამოუკიდებლობა მოიპოვეთ, მას შემდეგ ვცდილობთ, რომ დაუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და არაერთხელ გაცხადებულა ეს თემა. ეხლა ჩვენ ვთქვით, რომ ცენტრალური აზია მოწყდა, ასე ვთქვათ, ამ ინდურ სამყაროს და უფრო ხო, ანუ ინდურ სამყაროს, რომელთანაც ძალიან დიდ კავშირში იყო. გეოგრაფიულად, კი ბატონო, და შეიძლება კულტურულად და ეკონომიკურადაც ძალიან ახლოს იყო. აქვთ თუ არა მათ დაახლოებით ისეთი სენტიმენტები, როგორც ჩვენ ევროპის მხრიდან გვაქვს და 91-ში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჰქონდა თუ არა მათ მცდელობები, რომ დაბრუნებულიყვნენ იმ ისტორიულ-კულტურულ ცენტრში, რასაც მოწყვიტა მათ რუსეთი. ხო, თქვენ გულისხმობთ აი ამ სამხრეთ მიმართულებას, ხო? ეცეთ რა არის კულტურულ დონეზე მათ მაინც არა აქვთ ეს განსაკუთრებული ლტოლვა, ესე ვთქვათ, პაკისტან, ინდოეთ, ავღანეთისადმი. მაგრამ აი ეს კავშირები მაინც ეთნიკურ დონეზე მაინც არის, ხო, ტაჯიკები ცხოვრობენ ავღანეთში. თურქმენები ცხოვრობენ ირანის ტერიტორიაზე და აი ამ მთელი საზღვრის გასწვრივ, აი ეს ეროვნებები, ხო, ესე ვთქვათ, ერთი მეორის საზღვრის გასწვრივ ან მეორე მხარეს ცხოვრობენ, ასე ვთქვათ და ეს ქმნის, რა თქმა უნდა, ანუ ეს გახსენებს შენ, რომ ეს ოდესღაც ეს სივრცე ერთიანი კულტურული და ესე ვთქვათ, ერთიანი კულტურული, ეს გეოგრაფიული სივრცე იყო და მიუხედავად იმისა, რომ შენ ასე ვთქვათ 150 წლის განმავლობაში ჰქონდა დაახლოებით ეს ჩაკეტილი ეს სივრცე, ხო, ანუ რუსეთის იმპერიას ასე ვთქვათ მოწყვეტილი ჰქონდა ეს რეგიონი ინდოეთისგან, როგორც ჩვენ ვთქვით, მაინც დღეს არის იმის ნიშნები, რომ ხდება გარკვეულწილად დაახლოება, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ არ უნდა მივიღოთ ეს როგორც კულტურულ დონეზე და რაღაცნაირად აი ეს სენტიმენტი, რომ ჩვენ ახლა სამხრეთისკენ უნდა წავიდეთ და ის არის ჩვენი და ასე შემდეგ, არა, ეგეთი რაღაცა ცენტრალური აზიის ქვეყნებს არ აქვთ, მაგრამ გეოგრაფია თავისაშუება და გეოგრაფია ითხოვს იმას, რომ შენ ააგო მეტი კავშირი სამხრეთის მეზობლებთან, ავღანეთთან, ნაწილობრივ ირანის, ну, ესე ვთქვათ, აღმოსავლეთ ნაწილთან, პაკისტანთან, ინდოეთთან და აი ამ ბოლო, მოდით ასე ვთქვათ, 3 წლის განმავლობაში და უფრო ფართო ჭრილში ალბათ 2021 წლის შემდეგ, როდესაც ამერიკელები უკვე გადიან ავღანეთიდან, ხდება მაქსიმალური, ესე ვთქვათ, ცდელობები ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომ ესე ვთქვათ, ააგონ, ესე ვთქვათ, განსხვავებული ურთიერთობები უკვე ავღანეთთან, პაკისტანთან და ინდოეთთანაც. ეს არის პირველ რიგში ინფრასტრუქტურის განვითარება, საგზაო, ესე ვთქვათ, სარკინიგზო, სხვადასხვა ესე ვთქვათ, პაკისტანის პორტებზე გასვლის ცდელობები, ხო? ავღანეთის გამოყენება როგორც ტრანზიტის, რომ გავიდნენ სიტყვაზე იმავე პაკისტანამდე ან ავღანეთით გავიდნენ სიტყვაზე ირანის აღმოსავლეთ ნაწილამდე, მაგალითად ტაჯიკეთი, მაგალითად ან ყირგიზეთი ან ამ შემდეგ და აი ამ კუთხით ისევ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ის გეოგრაფია მაინც გაიძულებს შენ, რომ ისევ გარკვეულწილად სამხრეთისკენ გაიხედო. მაგრამ მაინც ეს არ არის უფრო კულტურული სენტიმენტი, ეს არის უფრო გეოპოლიტიკური საჭიროება და ამით ხელმძღვანელობენ ცენტრალური აზიის ქვეყნები. სანამ 2022 წელზე გადავალთ, მაინტერესებს თვითონ აი ეს საბჭოთა ცენტრალური აზია, ჩვენ რასაც ვეძახით, ხო, ხო, ცენტრალურ აზიას. რამდენად მონოლითური სტრუქტურა, რამდენად მონოლითური გეოგრაფიული ერთეული არის თუ არა აქ აზრთა სხვადასხვაობა, თუნდაც ეკონომიკური დივერსიფიკაციის, ანუ ვისთან უნდა ვაჭრობა, ვისთან არ უნდა ვაჭრობა და თვითონ ესეც გეოგრაფიულად განსხვავებული არის, მაგალითად ყაზახეთს რუსეთი ესაზღვრება ზემოთ ჩრდილოეთიდან, რომელთანაც ასევე აქვს რაღაც ტერიტორიული პრობლემები, ხო, ახლა იგივე დონის შეიძლება გავლენა რუსეთს არ კონდეს სხვა ქვეყნებზე, რომლებიც უფრო სამხრეთით არის და რამდენად მონოლითურია თვითონ ეს ცენტრალური აზია თავის საგარეო პოლიტიკაში და ეკონომიკურ პოლიტიკაში. ცალსახად ახლა ეს უზარმაზარი რეგიონია და ხუთი ქვეყნისგან შემდგარი ის ვერ იქნება მონოლითური საგარეო პოლიტიკაში თუ ასე ვთქვათ ეკონომიკური განვითარების კუთხით, ხო? ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცალსახად ჩამორჩებიან ეკონომიკურად, თუმცა იმავე ყაზახეთს, ნაწილობრივ უზბეკეთსაც, საკუთრებულ უზბეკეთშიც კი ქვეყნის დიდი ნაწილი
მაინც კარაკალპაკსტანის ეს თქვა ეს რეგიონი, ავტონომიური რეგიონი, ბევრად ჩამორჩება დანარჩენ უზბეკეთს. ყაზახეთშიც კი თვითონ ქვეყნის შიგნით უზარმაზარი ქვეყანა არის და მანდაც ეკონომიკური ეს თქვა სხვაობებია, ჩრდილოეთი განსხვავებულად ვითარდება, სამხრეთი კიდევ განსხვავებულად. შესაბამისად რაღაცნაირად ერთიან იმაზე ეკონომიკურ მოდელზე ან რაღაცნაირად ერთიან საგარეო პოლიტიკაზე საუბარი გაჭირდება, მაგრამ ამ რეგიონში უფრო არის მაინც აი ეს ერთიანი ხედვა რეგიონის თუნ ვიდრე მაგალითად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. აი თუნდაც მაგალითად სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის საგარეო პოლიტიკაში ბევრად უფრო მეტი განსხვავებაა ვიდრე სიტყვაზე ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. ბოლო წლებამდე მათთან უფრო მაგალითად ჩვენს რეგიონში სამხრეთ კავკასიაში ბევრად უფრო განსხვავებული საგარეო პოლიტიკის მქონე ქვეყნები ვიყავით ჩვენ სამი ქვეყანა, ხო, საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი, ვიდრე იმავე ცენტრალური აზიაში. ანუ ამ ხრივ ცენტრალური აზია საგარეო პოლიტიკური კუთხით ბევრად უფრო მონოლითურია ვიდრე სხვა რეგიონები, მაგრამ რა თქმა უნდა მაინც რთულია რომ თქვა რომ ხუთივე ქვეყანა ერთნაირ საგარეო პოლიტიკას ეწევა. რაღაცა ნიშნები არის მაინც ეს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, რომ ერთდროულად რამდენიმე დიდ ქვეყანასთან უნდა ააგო მჭიდრო ურთიერთობა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები ყოველთვის უნდა შეიკრიბონ და ისაუბრონ იმაზე, როგორ უნდა სიტყვაზე როგორი ხედვა აქვთ რეგიონის და ამის შედეგი არის ნაწილობრივ ის, რომ ყველა დიდი ქვეყანა მსოფლიოში ცდილობს რომ თავისი ფორმატი შექმნას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, იქნება ეს ჩინეთი, რუსეთი, იაპონია, გერმანიასაც კი შემოუღია ეს ცალკე ევროკავშირსაც. პრინციპში ინდოეთიც ფიქრობს ამაზე. და ფიქრობენ პრინციპში უკვე და გააკეთეს კიდევაც უკვე სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიც. ანუ ყველა ფიქრობს იმაზე, რომ ცენტრალური აზია ერთიან რაღაც იმაში პარადიგმაში განიხილოს. ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეს მოსწონთ გარკვეულწილად, იმიტომ რომ ეს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს მათ, რომ რაღაც ინვესტიციები მოიზიდონ. მაინც ეს რეგიონი არ არის სირთულეს წინ დგას იმ გაგებით, რომ ას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და ეს პრობლემად რჩება. რა სახმელეთო გზებით შენ არ უნდა განავითარო, საზღვაო გზებისგან მოწყვეტა მაინც თავისაშუება და შენ გარკვეულწილად არ ვიტყვი რომ ვერ ვიტყვით იმას, რომ თამაშგარე მდგომარეობაში რჩები, მაგრამ მაინც შეზღუდული შესაძლებლობები მოდის შენკენ, ხო? და გაქვს შეზღუდული ეს თქვა შესაძლებლობები, იმიტომ რომ მაინც ასე ვთქვათ, თუ გავითვალისწინებთ თუნდაც იმას, თუ როგორი ხედებიან სამხრეთ კავკასიისადმი, ან სიტყვაზე პაკისტანისადმი, სადაც არის ზღვაზე გასასვლელი, იქეთ მიდიან სიტყვაზე ყაზახი ინვესტორები, უზბეკი ინვესტორები და ასე შემდეგ. ანუ მათ აინტერესებთ ზღვაზე გასასვლელი, რომ მათი პროდუქცია გავიდეს, იქიდან შემოვიდეს მათ ქვეყანაში რამ და თვითონ ფული ჩადონ იმ ადგილებში, სადაც გეოპოლიტიკური გავლენა ექნებათ, ხო? ამიტომაც ცენტრალური აზია არ არის მონოლითური, მაგრამ ალბათ საინტერესო პარალელი გავავლეთ ჩვენ, რომ აი სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო არის ვიდრე არა. შეიძლება ითქვას, რომ მათ აღქმა აქვთ, რომ ისინი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო არიან როგორც ერთიანი პაკეტი, ასე ვთქვათ, ცენტრალური აზიის რეგიონი, ვიდრე ინდივიდუალური ქვეყნები. და საქართველოში ან კავკასიაში არ არის მაგალითად. შეიძლება, კი ბატონო, ეს გააზრება, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, გარკვეულწილად ერთი კულტურული სივრცე ვართ, ხო? და ყველას გვაქვს მეტნაკლებად იგივე პრობლემა, ანუ ზღვისგან მოწყვეტა და ჩვენ ეს გარშემორტყმულები ვართ, ასე ვთქვათ, სამი დიდი ქვეყნით, ხო? უშუალოდ ეს არის ირანი სამხრეთით, ზემოდან რუსეთი, აღმოსავლეთიდან ჩინეთი. და შესაბამისად გარკვეულწილად აი თითქოს და ერთნაირი გეოპოლიტიკური დილემის წინაშეც დგანან. როგორ არ მოიქცნენ სიტყვაზე ერთი ან მეორის გავლენის ქვეშ და როგორ ააგონ ესეთი პოლიტიკა, რომელიც მათ მისცემს საშუალებას ერთდროულად ყველასთან ითამაშონ და გაატარონ ესეთი პოლიტიკა, რომ არც ერთმა დიდმა ქვეყანამ არ იფიქროს, რომ აი ჩემს წინააღმდეგ არის მიმართული მაინც და მაინც ეს. ხვდებით, ანუ ამას დიდი ნიჭი უნდა დიპლომატიაში და რაც საუკუნეების განმავლობაში შეიძლება დაგიგროვდეს ადამიანს, ასე ვთქვათ, ქვეყანას, რომ შენ ასეთი სწორი პოლიტიკა გაატარო. და ამიტომაც არის გასაკვირი, რომ ცენტრალური აზია, რომელიც შედარებით აზიის ქვეყნების შედარებით ახალგაზრდა ქვეყნებია, მათ მაინც და მაინც ასე ვთქვათ,
ბევრ ქვეყანას ასეთი ისტორია არ გააჩნიათ, თუნდაც როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ხო? ტრადიცია სახელმწიფოებრივი მათ ისე ღრმა საუკუნეებში და ათასწლეულებში არ არის, თქვათ, გაჭიმული როგორც სიტყვაზე, აი ახლო აღმოსავლეთში ან თუნდაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, მაგრამ მაინც ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მოახერხეს ის, რომ ესე ვთქვათ, ასეთი სწორი პოლიტიკით მოიზიდეს ეს დიდი ქვეყნები და აჩვენეს, რომ მაინც და მაინც ვინმეს წინააღმდეგ მიმართული მათი ქმედებები არაა. რა თქმა უნდა, მათი ზომაც უწყობდა ამას ხელს, ხო? დიდი ქვეყნები, დიდი მოსახლეობა, მზარდი მოსახლეობით, დიდი რესურსებით და რა თქმა უნდა, ყველა სურს, რომ მან ჩადოს ფული და მიიღოს, ასე ვთქვათ, სარგებელი. თუნდაც უზბეკეთის მოსახლეობას რო გადავხედოთ, ტაჯიკეთში ზრდას რო გადავხედოთ, ხო, მოსახლეობის. ანუ ეს არის მზარდი ბაზარი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური გაგებით და ყველა არის დაინტერესებული, რომ ასე ვთქვათ, დიდი რაღაცა წილი მიიღოს აი ამ ბაზარში. მოდით გადავიდეთ უკვე თანამედროვეობაზე. 2022 წელი რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე აქტიურად იწყება ცენტრალურ აზიაში სხვადასხვა ძალების აქტიურობა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის გავლენები ნელ-ნელა იკლებს, იმიტომ რომ გართულები არიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით და ძლიერდება სხვა მოთამაშეებს. რამ განაპირობა ცენტრალური აზიისადმი ინტერესის გაღვივება და დაბრუნება, ასე ვთქვათ, 2022 წლის შემდეგ. ხო, მოდით ასე ვთქვათ, რომ 22 წლის შემდეგ მეტად გაძლიერდა ინტერესი, ხო, ცენტრალური აზიისადმი. ანუ ინტერესი 90-იან წლებიდან მოყოლებული იყო, მაგრამ 22 წლის შემდეგ, ასე ვთქვათ, გაძლიერდა ეს, ანუ ეს თქო იმატა ინტენსივობა აი ამ კავშირების, თქო ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, ჩინეთსა და ამ რეგიონს შორის, რუსეთსა და ამ რეგიონს შორისაც პრინციპში. ანუ მიზეზი ალბათ ის არის, რომ უკრაინაში ომმა გამოიწვია რადიკალური ცვლილება საბჭოთა გზებში, მთელი კონტინენტის მასშტაბით. ეს შუადერეფნის იდეა არ არის ახალი, მაგრამ 22 წლიდან მან აი ამ პროექტმა უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მეტმა ადამიანმა ნახა, რომ ამ პროექტში შეიძლება, ასე ვთქვათ, მეტი, ასე ვთქვათ, სარგებლის ნახვა, რომ ეს პროექტი არის მზარდი და ასე შემდეგ. და გარკვეულწილად ესეც იყო მიზეზი, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები უფრო საინტერესო გახდნენ, იმიტომ რომ შუადერეფანი ზუსტად ცენტრალური აზიიდან გადის სამხრეთ კავკასიაზე, შავ ზღვამდე ან თურქეთამდე და გარკვეულწილად აი ამ საავაჭრო გზების ცვლილებამ გამოიწვია აი ეს გათამაშება მთელ ევრაზიის კონტინენტზე და ამ ცენტრალური აზიისადმი, ასე ვთქვათ, მომატებული ყურადღების მიზეზიც გახდა. რას ნიშნავს მაინც აი ეს 22 წელს მოხდარი ამბავი, ანუ ომი უკრაინაში და რატომ მაინც და მაინც ასეთი გააქტიურება ცენტრალური აზიის მხრიდან, ხო? ანუ მხოლოდ სავაჭრო გზებითაც ჩვენ ვერ ახსნით, ხო, აი ამ პროცესს. ანუ ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ რუსეთმა მთელი თავისი რესურსები გადაისროლა უკრაინაში ომში. ვერ ვიტყვით იმას, რომ რუსეთი სრულად გადის ცენტრალური აზიიდან ან რაღაცნაირად უკიდურესად დასუსტებული ან ასე შემდეგ, მაგრამ გარკვეულწილად ამ ეფექტმა მაინც თავისი როლი შეასრულა იმაში, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა ნახეს, რომ მათ უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ ახლა, რომ ასე ვთქვათ, მეტად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გაატარონ. ამავდროულად ეს პროცესი, აი ამ მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის გატარების მცდელობა, ხო? არ არის მხოლოდ განპირობებული აი ამ უკრაინაში ომით. განპირობებულია ზოგადად აი ამ უნიპოლარული მომენტის დასრულებით, რაც მსოფლიოში მოხდა, ხო, ამერიკის ვერ ვიტყვით დასუსტებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამერიკა ისეთი ერთპიროვნული ლიდერი აღარ არის, სწორედ როგორც ის იყო ადრე. ტრამპის პრეზიდენტობისას უკვე ჩანს, რომ არც აქვს სურვილი, რომ არც აქვს სურვილი, ანუ ამერიკელებს კი ბატონო, განსხვავებული ხედვა აქვთ, ესენი ღიად ამბობენ, რომ მულტიპოლარული სამყარო არის, უბრალოდ მულტიპოლარულ სამყარო ამერიკელებს ესმის ცოტა განსხვავებულად რუსებისგან, ჩინელებისგან. ანუ მულტიპოლარულ სამყაროში მაინც მე მაქვს უფრო მეტი საშუალება, რომ ვიყო
ივაკეთო ის რაც მინდა, ამერიკელები ასე უყურებენ ამას. ჩინელები და რუსები განსხვავებულად ისინი ფიქრობენ, რომ აი მოდის სფეროები გავიყოთ ჩვენ გავლენის სფერო. ამერიკელები მაინც და მაინც ამის წინააღმდეგნი არ არიან ამის მოხრენი, ასე ვთქვათ. კი ბატონო, იყოს მრავალპოლარული, მაგრამ იცი რა არის, მე თუ მოვინდომებ ჩავერევი ირანშიც, იქ ვენესუელაშიც, იქ აფრიკაშიც და თუ საჭირო იქნება სიტყვაზე სხვა რეგიონებშიც. და ეს უკვე შემიდის წინააღმდეგ ჩინეთის და რუსეთის მრავალპოლარული სამყაროს გააზრებისა, ხო? ხო და აი ამ მრავალპოლარულმალი სამყაროს იდეამ იქნება ეს ჩინური ხედვა, რუსული ხედვა თუ ამერიკული ხედვა, მაინც ეს უწყობდა ხელს იმას, რომ ცენტრალური აზია უფრო გააქტიურებული იყო საგარეო პოლიტიკაში. იმიტომ რომ უკვე რუსეთი, ჩინეთი, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები ნაწილობრივ ეს თქვათ მცირე ძალები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი მოთამაშეები, ირანი, თურქეთი, ინდოეთი, ყველა სურს უკვე ისეთი უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა გაატაროს, იმიტომ რომ გარკვეულწილად არ არის უკვე ერთი რომელიმე შემაკავებელი ძალა, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს, ხო, როგორც ის 90-იან წლებში იყო. ამიტომაც აი ამ თამაში უკვე ცენტრალური აზია უფრო კომფორტულად ზობს თავს და მას შეუძლია ერთდროულად უკვე რამდენიმე მოთამაშესთან გააბას აქტიური კავშირები. ყველა არის დაინტერესებული იმით, რომ გაიხედოს ახალი შესაძლებლობებისადმი, ეკონომიკურ დონეზე პირველ რიგში. და აი აქ უკვე ცენტრალური აზია მიმზიდველია. ჩინეთისთვის როგორც დერეფანი დასავლეთისკენ, რუსეთისთვის როგორც დერეფანი სამხრეთისკენ, აი ამ ცნობილი ჩრდილოეთ სამხრეთის ეს თქო პროექტის ფარგლებში. ირანისთვის მნიშვნელოვანია როგორც დერეფანი ჩინეთამდე, ასე ვთქვათ. და ევროპისთვის როგორც ასევე დერეფანი, როგორც წყარო, მინერალების და სხვა ესე ვთქვათ ელემენტების. და აი ამ ყველაფრის ფონზე, როცა ეს დივერსიფიცირება ხდება საგარეო პოლიტიკური კავშირების მთელ სოფლიოში, ცენტრალური აზია საკმაოდ მომგებიან პოზიციაში გამოჩნდა. განსაკუთრებით ყაზახეთი და უზბეკეთი. მოდით ვისაუბროთ აი ყაზახეთის და უზბეკეთის кейსებზე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. რითი განსხვავდება ყაზახეთის და უზბეკეთის кейსი დანარჩენი ცენტრალური აზიიდან? ანუ რა უპირატესობები აქვთ მათ და რატო არიან ისინი გაცილებით უფრო მოგებულები ვიდრე დანარჩენი ცენტრალური აზიის? პირველ რიგში ეს რესურსების ამბავი არის. უზბეკეთი მოსახლეობით დაახლოებით 40 მილიონიანი ქვეყანაა. ყაზახეთის მოსახლეობა ნაკლები არის, მაგრამ ისიც მზარდია და ორივე არის დიდი ქვეყანა გეოგრაფიულად, ყაზახეთი განსაკუთრებით და უზბეკეთის შემთხვევაში ის არის, რომ ეს უზბეკეთი ყველა ქვეყანას, ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანას ესაზღვრება და უზბეკეთის ტერიტორიაზეა აი ეს ცნობილი ესე ვთქვათ ფერგანა, აი ეს სივრცე, ის გეოგრაფია, რომელიც არის ყველაზე უხმოსავლიანი ცენტრალურ აზიაში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. რეალურად ვინც იმ სივრცეს აკონტროლებდა ისტორიულად, იქნება ეს თემურლენგი ან მანამდე რომელიმე სხვა სიტყვაზე მომთაბარე იმპერია სახელმწიფო, ის იყო ეკონომიკური ბაზა ამა თუ იმ სახელმწიფოსი. და ამიტომაც უზბეკეთი ამ კუთხითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რუსულ პატარა ნაწილი არის ყირგიზეთის ტერიტორიაზე, ხო? დანარჩენი აი ეს ფერგანას ეს თქვა დიდი ნაწილი არის უზბეკეთში და აი ეს არის ეკონომიკური ეს თქვა აქტივობის ცენტრი რა, ცენტრალურ აზიაში. ამიტომაც ეს ცენტრალურ აზიაში უზბეკეთი გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი როგორც ცენტრი, ყაზახეთი მნიშვნელოვანი როგორც დიდი ქვეყანა რესურსებით და გეოგრაფიულად უბრალოდ იმდენად დიდ ტერიტორიას იკავებს, რომ შეუძლებელია რომ ამ ქვეყანას არ ქონდეს თქოზე გეოპოლიტიკური გავლენა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსახლეობა ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე წესით უნდა ყოფილიყო, ხო? ამიტომაც ეს ორი ქვეყანა ბევრად აღემატება გეოპოლიტიკური გავლენით ტაჯიკეთს, ყირგიზეთს. მე ვიტყოდი თურქმენეთსაც, მიუხედავად იმისა, რომ თურქმენეთი არის, ასე ვთქვათ, გაზის საბადო რეალურად და პრინციპში ექსპორტზე გააქვს ძირითადად ჩინეთში და უკვე ცდილობს სხვა ქვეყნებშიც. ანუ ამ ქვეყნებთან შედარებით უზბეკეთი და ყაზახეთი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა აი თუ ჩვენ გვექნება დრო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ყირგიზეთი და ტაჯიკეთიც კი უკვე ისინიც გააქტიურდნენ განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში და თუნდაც სამხრეთ კავკასიისკენ რო იხედებიან, ხო, თუნდაც აზერბაიჯანთან, იქ საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებით, როგორც ცდილობენ უკვე
სხვადასხვა მხარეს გაიხედონ. იგივენაირად სიტყვაზე ყირგიზეთის ხელისუფლება როგორ იყურება სიტყვაზე პაკისტანისადმი, ხო? ჩავიდნენ კიდევაც და ხელი მოაწერეს მრავალ რამეს და ასე შემდეგ და როგორ უყურებს ამას ტაჯიკეთის ხელისუფლებაც, ხო? რომ არა მხოლოდ ირანთან, არამედ აი უკვე სიტყვაზე პაკისტანთანაც უნდა ქონდეს აქტიური კავშირები, ინდოეთთანაც თავისთავად. და ისიც იმასაც კი ხვდებიან, რომ უკვე ავღანეთთანაც უნდა დაალაგონ ურთიერთობა, ანუ ტაჯიკებს გულისხმობ. მიუხედავად ასე თქვა საკმაოდ რთული ურთიერთობებისა, რაც ამ ქვეყანას შორის არის ისტორიულად. ამიტომაც ყველგან მიმდინარეობს ეს თქვა გეოპოლიტიკური ასე თქვა გააქტიურება ცენტრალურ აზიას გულისხმობ ყველა ქვეყანაში, მაგრამ უბრალოდ თავისი ზომიდან გამომდინარე, რესურსებიდან გამომდინარე, მაინც უზბეკეთი და ყირგიზეთი მაინც უფრო ასე თქვა პირველობას ინარჩუნებენ ამ კუთხით. მოდი ჩაუღრმავდეთ ცენტრალური აზიის ქვეყნებს და შევხედოთ კონკრეტულად რა ინტერესები ამოძრავებთ ამ ქვეყნებს და რა ურთიერთობები აქვთ უშუალოდ სამეზობლოში და ძირითად მოთამაშეებთან, ვინც არის ჩართული ცენტრალური აზიის რეგიონში. შეგვიძლია დავიწყოთ ტაჯიკეთი. ტაჯიკეთი ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ მაგალითია. ეს ქვეყანა მაინც ეკონომიკურად, ან გეოპოლიტიკური მნიშვნელობით გარკვეულწილად რაღაც პერიფერიაზე იყო ხოლმე ცენტრალური აზიის. ანუ როგორც თქვით, ყაზახეთი და უზბეკეთი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშეებად იყვნენ ყოველთვის წარმოსახულნი და აღქმულნი, ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნების მიერ. თურქმენეთი გასაგებია გაზის, ასე ვთქვათ, გაზის მარაგების გამო. ყირგიზეთი გარკვეულწილად აღქმული იყო ყოველთვის როგორც ქვეყანა, რომელიც ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანა რეგიონში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, აი ამ სტილში იყო აღქმული, მაგრამ აი ტაჯიკეთი ყოველთვის იყო აი პერიფერიაზე იყო რაღაცნაირად არ აღიქმებოდა ნიშნულოვან ეკონომიკურ მოთამაშედ, არც სამხედრო მოთამაშედ, არც აღიქმებოდა დემოკრატიულ აქტორად, ასე ვთქვათ, რეგიონში. და იყო ქვეყანა, რომელიც ესაზღვრებოდა ავღანეთს, იყო პრობლემური საზღვარი ავღანეთთან და დღესაც არის და აი ამ კუთხით იყო ძირითადად დანახული. ასე ვთქვათ, რუსეთის მხრიდან, ჩინეთის მხრიდან და ერთადერთი ალბათ ის არის რა იმ მნიშვნელოვანი მომენტი მაინც ის არის, რომ ტაჯიკეთი აი ამ ასე ვთქვათ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია და აი ამ კუთხით რუსეთისთვის იყო ტაჯიკეთი მნიშვნელოვანი როგორც ფორპოსტი მისი ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ ნაწილში ცენტრალური აზიის. მაგრამ აი ამ ბოლო წლებში ტაჯიკეთი სულ უფრო მეტად გააქტიურდა საგარეო პოლიტიკაში და ისიც არის სულ უფრო მეტად დაინტერესებული, რომ გარკვეული როლი შეასრულოს ამ ცვალებად სავაჭრო გზებში. აი მაგალითად ცენტრალური, ასე ვთქვათ, შუა დერეფანი რო ავიღოთ, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ტაჯიკეთზე მაინც და მაინც არ გადის ეს მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები. ჩინეთიდან მაგალითად აზერბაიჯანამდე და შემდეგ შავ ზღვამდე საქართველოს გავლით, მაგრამ მაინც ტაჯიკეთი ცდილობს, რომ ერთი ირანის გავლით მოიპოვოს გასასვლელი სპარსეთის ყურეში, პაკისტანის გავლით მოიპოვოს გასასვლელი, ასე ვთქვათ, ინდოეთის ოკეანეში, მოიპოვოს გასასვლელი უკვე გაიხედოს საერთოდ შავი ზღვისკენაც და გარკვეულწილად ტაჯიკეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ეს გააქტიურებული ურთიერთობები და უფრო მეტად რა თქმა უნდა საქართველოს და აზერბაიჯანის გულისხმობ აქ ესეც არის აი ამ ხედვის სტრატეგიის ნაწილი ტაჯიკეთის მხრიდან. მეორე მხრივ ტაჯიკეთი მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის, იმიტომ რომ როგორც თქვი, ეს არის ავღანეთთან მოსაზღვრე ქვეყანა, პრობლემური საზღვარი არის და თუნდაც 2025 წლის მეორე ნახევარში ბოლოსკენ უფრო იყო ბევრი ინციდენტი ისეთი, რომელიც ლეტალურადაც დასრულდა მესაზღვრეებისთვის ტაჯიკეთში, როდესაც ავღანეთის მხრიდან იყო გადასული უკანონოდ ასე ვთქვათ, დაჯგუფებები, ну ამბობენ ეს ნარკოტიკების გადატანის მიზნით თუ ტერორისტული აქტების მომზადების მიზნით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფილტრაცია, ანუ შეღწევა, ასე ვთქვათ, ტაჯიკეთის ტერიტორიაზე იყო და როგორც ვთქვით, საკუთარ ასე ვთქვათ, მძიმედ დასრულდა რამდენიმე შემთხვევაში. იგივე შემთხვევები დასრულდა, იდენტური შემთხვევები, ასე ვთქვათ,
განხორციელდა 26 წლის დასაწყისშიც და რაც მეტყოლებს იმაზე, რომ ეს საზღვარი არის პრობლემური. რუსებისთვის საინტერესოა, ჩინელებისთვის საინტერესოა და ყოველთვის ღია წყაროებში ჩდება ხოლმე ინფორმაცია, რომ სიტყვაზე იქ ჩინელები რაღაცა ბაზებს აშენებენ იმ სიტყვაზე ტაჯიკეთთან საზღვარზე, ან უკვე უშუალოდ ტაჯიკეთის ტერიტორიაზე, მაგრამ საზღვრის გასწვრივ, იმიტომ რომ მანდ არის პატარა ტერიტორია, რომლითაც უფრო მარტივად მოხერხდება სიტყვის ვახანის ეს თქო დერეფნის გაკონტროლება და ასე შემდეგ. ანუ აი ამ კუთხით, ანუ გეოგრაფია მაინც თავის საშუალება და რუსეთი და ჩინეთი დაინტერესებულები არიან, რომ ტაჯიკეთი იყოს ძლიერი იმ გაგებით, რომ მან მოახერხოს ავტონომიურად დამოუკიდებლად, ასე ვთქვათ, თავის საზღვარი დაიცვას და არ მოხდეს ესე ვთქვათ, აი ამ რაღაცა ელემენტების შეღწევა უკვე ცენტრალურ აზიაში ავღანეთის მხრიდან. მაგრამ აი თვითონ დიპლომატიურად ტაჯიკეთი როგორც ცდილობს რომ აი ამ პერიფერიული პოზიციიდან გავიდეს და უფრო აქტიური მოთამაშე გახდეს სავაჭრო გზების კუთხით. აი ეს არის სიახლე, რასაც შეხედავთ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ბოლო წლების განმავლობაში. განსაკუთრებით აი ამ 22 წლიდან მოყოლებული. შემდეგი არის ყირგიზეთი, რომელიც ასევე როგორც თქვით, მაინც აღქმული იყო როგორც დემოკრატიული აქტორი და ასე შემდეგ, აი ამ ერთადერთი დემოკრატიული აქტორი ცენტრალურ აზიაში. განსაკუთრებული ასე ვთქვათ ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა არასდროს იყო ყირგიზეთი, მაგრამ მასაც გააჩნია უამრავი რესურსი. ბუნებრივი რესურსი, რომელიც არ არის გამოყენებული, შესწავლილი და გამოყენებული. თვითონ ყირგიზები ამაზე წერენ, საუბრობენ და მიუხედავად ამისა, აი ამ ასე ვთქვათ გეოგრაფიული შეზღუდვებისა, რაც ამ ქვეყანას გააჩნია, აი მთიანი ქვეყანა ძირითადად. მაინც ყირგიზეთი სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება გარე აქტორებისთვის, ჩინეთისთვის, იგივე რუსეთისთვის, იმიტომ რომ მაინც ქვეყანაში არის მზარდი მოსახლეობა, ქვეყანაში არის მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები და ქვეყანა უფრო ცენტრალიზირებული ხდება პოლიტიკურად. ანუ რაც არის უჩვეულო რამ ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ როგორც თქვით, ეს ქვეყანა მაინც აღიქმებოდა დემოკრატიის გარკვეულწილად შუქურად ცენტრალურ აზიაში, ყოველ შემთხვევაში ამას ასე მიიჩნევდნენ დასავლეთში და ყოველთვის მიიჩნევდა, რომ იქ ცენტრალური ხელისუფლება სუსტია და ვერ მოხერხდებოდა ეს წესრიგის დამყარება იმ ქვეყანაში, რომ ამ ქვეყანაში მარტივად მოხერხდეს სიტყვაზე ინვესტიციის ჩადება და გზელვადიანი რაღაცა გათვლების გაკეთება. მაგრამ დღეს ვითარება შეცვლილია რადიკალურად. ვინც მართავს ქვეყანას? ჯაფაროვი გვარად ყირგიზეთის პრეზიდენტი საკმაოდ ნიჭიერი კაცია, იმიტომ რომ მან მოახდინა ის, რაც ვერ მოახერხა მანამდე სხვა მისმა წინამორბედმა. ანუ მან მოახერხა ესეთი მოდელის, ცენტრალიზირებული მოდელის აშენება ქვეყანაში. რომ უკვე ის არის პოლიტიკური აქტორი, ყველაზე ძლიერი პოლიტიკური აქტორი და მას უკვე შეუძლია პრინციპში ქვეყანაში პროცესი ისე შემოატრიალოს, რომ ის ქვეყანა დაემსგავსოს უკვე ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებს. იმ გაგებით, რომ უფრო ცენტრალიზირებულია, უფრო მონოლითური, მოდით ასე ვთქვათ, პოლიტიკურად მონოლითური, რაც უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ გარე აქტორებმა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაიხედონ ყირგიზეთისადმი, რომ არ იფიქრონ, რომ მანდ ისე 60 წელიწადში რევოლუცია მოხდება, როგორც ეს 90-იან წლებიდან მოყოლებული ხდებოდა ამ ქვეყანაში ხშირად და ამიტომაც აი ეს არის სიახლე, რაც აქამდე არ მოხდარა. და მეორე კიდევ, ამას უნდა დაემატოს, რომ ტაჯიკეთის მსგავსად ყირგიზეთი ასე ცდილობს ამ სავაჭრო გზებზე თავისი როლი დაიმკვიდროს და ერთ-ერთი ის დიდი სავაჭრო გზა, რომლის ამუშავებაზეც ახლა მუშაობენ, ეს არის ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთის რკინიგზა, პროექტი, რომელიც ბევრი აწლეულია, ასე ვთქვათ, იდეურად, როგორც იდეა არსებობს, მაგრამ რეალურად აი ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში დაიწყო სერიოზულად ფიქრი უკვე და განხორციელება პირველი ნაბიჯების გადადგმა ამ პროექტთან დაკავშირებით, უკვე დაფინანსების კუთხითაც დიდი პროგრესი არის რეალურად, ანუ ჩინეთიდან მოდის ეს ფული, თუმცა მთლიანი არა, მაგრამ მაინც ეს უკვე დიდი პროგრესია და აი ამ კუთხით, აი ეს რკინიგზა იძლევა საშუალებას, რომ ყირგიზეთი ძირითადად მთიანი ქვეყანა, მაგრამ მაინც გახდეს თქო ტრანზიტი უზბეკეთსა და ჩინეთს შორის და უფრო მეტიც ჩინეთსა და უკვე სამხრეთ კავკასიას შორისაც. ანუ ყირგიზები და უზბეკები ფიქრობენ, რომ აი ეს რკინიგზა ჩინეთიდან უზბეკეთამდე იქნება
ინტეგრალური ნაწილი, ასე ვთქვათ, იმ შუადერეფნის პროექტისა, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრი გვესმის, ხო? ყირგიზეთის დემოკრატიულობა ჩემთვის მაგალითად ახალი ამბავია, იმიტომ რომ ჩემს წარმოუდგენელი იყო ცენტრალური აზიის სტანების ქვეყნებში, სადაც ძირითადად ავტორიტარული რეჟიმები არის და რას ნიშნავს, რა იგულისხმება კონკრეტულად დემოკრატიულობაში? ეცეთ რა არის, ამ ტერმინს იყენებდნენ დასავლეთში ყირგიზეთის საუბრისას. და დასავლეთში მიიჩნევდნენ, რომ ყირგიზეთი არის ბევრად დემოკრატიული ვიდრე რომელიმე სხვა, ვიდრე დანარჩენი ცენტრალური აზიის ქვეყნები. პირველ რიგში იმიტომ, რომ მან ასე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო თავისუფლები იყვნენ, მან პოლიტიკური ვერტიკალი არ იყო ძლიერი და ამ რევოლუციების შედეგად ბევრჯერ შეიცვალა ხელისუფლება და შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მეტია შესაძლებლობა, რომ რაღაცნაირად ეს თქვათ დასავლური გაგებით დემოკრატია ანუ პლურალისტური და პოლიტიკური გარემო იყოს. კი, დაახლოებით ანუ მეც გამიზნულად ვიყენებ იმას, რომ როგორ აღიქვამდნენ ყირგიზეთს დასავლეთში, ხო, ანუ ჩვენ საქართველოში დისკურსში ასე ვთქვათ ყირგიზეთზე ძალიან ცოტა რამ ისმოდა ყოველთვის, მაგრამ აი დასავლეთში ყოველთვის ასე აღიქმებოდა ეს ქვეყანა. მაგრამ აი ეს როგორც თქვით, ეს რადიკალურად შეიცვალა, ეს ვითარება, რომელსაც ასე ვთქვათ მხარს უჭერდნენ დასავლეთში, შეიცვალა იმიტომ, რომ ყირგიზეთი უფრო ცენტრალიზირებული და ესე ვთქვათ პოლიტიკური ვერტიკალი გამაგრებულია დღეს. ხდება ის, რაც არ მოხდა რა ამ ქვეყნის ისტორიაში არც ერთხელ 90-იან წლებიდან მოყოლებული. ანუ უფრო ავტორიტარული მიმართულებით. ეცეთ რა არის, ვისთვის როგორ ახლა ყირგიზისთვის ბევრისთვის არანაირად არ არის ეს პრობლემური, იმიტომ რომ პირიქით ბევრი ამას დადებითადაც უყურებს, რომ იყოს ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც უფრო მეტ წესრიგს და გრძელვადიან პერსპექტივას შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. და მეორე მხრივ ისიც ვთქვათ, რომ ცენტრალური აზია ხუთი ქვეყანა და უცებ შენ რო იყო ერთი ქვეყანა იქიდან რადიკალურად განსხვავებული სახელმწიფო მოდელით, არ ამგონია ეს იყოს უმთოთ შესაძლებელი გრძელვადიან პერსპექტივაში, იმიტომ რომ მაინც მთელი შენი სამეზობლო განსხვავებული მოდელით არის აწყობილი. შენ ასევე გაქვს ჩინეთი, შენ ზემოდან კიდევ რუსეთი, ყავს ქვემოდან კიდევ სხვა ქვეყნები, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი, ავღანეთი, ანუ შენ მაინც და მაინც არ ახარ იმ სამეზობლოში, როდესაც შენ იოცნებებ რაღაც ლიბერალური დემოკრატიის აგებაზე ან ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს ის რეგიონია, რომელსაც შენ უნდა მოერგო და საბოლოო ჯამში მოგარგებს ეს მთელი რეგიონი შენ პატარა ქვეყანას ყირგიზეთს თავის მოდელზე გარკვეულწილად. ანუ ყირგიზეთის შიდა პროცესები არ შეიძლება დავინახოთ განცალკევებულად იმ საგარეო ესე ვთქვათ რეგიონში მიმდინარე პროცესებისგან. შენ ვერ ჩამოაყალიბებ შენს ქვეყანას ესე რადიკალურად განსხვავებულად, უბრალოდ იმიტომ რომ შენ ასე გინდა, შენი სამეზობლოა განსხვავებული, შენ მოგიწევს გარკვეულწილად იმ საერთო თამაში შეხვედე, ხო? და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში შენი ქვეყნის შიდა პროცესებზე მოქმედებს. და ამიტომაც ყირგიზეთში რაც ხდება ის რომ როგორც თქვით, ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება არის, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის ასეა. ეს არის გამოძახილი იმისა, თუ რაც ხდებოდა რეგიონში აწლევლების განმავლობაში. ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება ყველა ქვეყანაში, ცენტრალურ აზიაში, გვერდზე ჩინეთი არის, რუსეთი, ირანი და ასე შემდეგ. კი ბატონო, გასაგებია. ხო, რთული არის დინებების წინააღმდეგ წასვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისტორიული გამოცდილება, ასე ვთქვათ, დემოკრატიულობის ან დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის არა აქვს არც ერთ ცენტრალურ. იცით რა არის, ახლა დასავლეთი როგორ აღიქვამს, დასავლური ქვეყნები როგორ აღიქვამდნენ დემოკრატიას ყირგიზეთში, ეს კიდევ ბევრად განსხვავდება იმისგან, როგორ სიტყვაზე იგივე დასავლეთი აღიქვამდა დემოკრატიას სამხრეთ კავკასიაში. ან აღიქვამს დღემდე. ანუ უბრალოდ მე ის თქვა მინდა რომ თუ დასავლეთში ითქვა რომ ეს არის სიტყვაზე ყირგიზეთში არის დემოკრატია, მაინც და მაინც ეს არ ნიშნავდა იმას რომ ეს ასეა, ხო? უბრალოდ ეს შორიდან დანახული პროცესი რომ პოტენციალი კიდევ შეიძლება, ხო, მაგრამ აი ასე რადიკალურად თქვა რომ ეს არის დემოკრატია და დანარჩენი სიტყვაზე ავტორიტარული ქვეყნები ან ამ შემდეგ, აი ეს დუალისტური მიდგომა როგორც აი ამ წლებმა აჩვენა ეს ხშირად დასავლეთის წამგებიანი იყო, იმიტომ რომ აი ეს უფრო
ლავირებადი მიდგომა, ხო, ნიუანსური მიდგომა იმ რაღაც საკითხებისადმი, დემოკრატია თუ ავტოკრატია და ასე შემდეგ, ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა იგივე დასავლეთისთვის, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებმა, რუსეთმა, ჩინეთმა და სხვებმა უფრო მეტი სარგებელი ნახეს იმით, რომ არასდროს დიდად არ ეხებოდნენ აი ამ შიდა პროცესებს და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ საჯაროდ ყოველ შემთხვევაში. და ამიტომაც ყირგიზეთის შემთხვევაშიც კი ამან მაინც და მაინც ვერ მოიტანა დასავლეთისთვის ესეთი შედეგები, რომლის იმედიც მათ ჰქონდათ სიტყვაზე 90-იანებში ან 2000-იანებში. ბატონო. უზბეკეთის რაც შეეხება, რა ვითარება არის უზბეკეთში და რა მიმართულებით ცდილობენ ისინი? უზბეკეთის როგორც თქვით, ან მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, უზბეკეთი ცენტრალური ქვეყანაა ცენტრალური აზიის, მოდით ასე ვთქვათ, ხო? ყველა ქვეყანასთან აქვს საზღვარი, ფერგანას ასე ვთქვათ, ველის ასე ვთქვათ, დიდი ნაწილი არის მისი კონტროლ ქვეშ, ეკონომიკური აქტივობის კუთხით ცენტრალური სივრცე, ასე ვთქვათ, ცენტრალურ აზიაში და შესაბამისად უზბეკეთი თავისი უზარმაზარი მოსახლეობით, ცენტრალური აზიის მასშტაბებით, უზარმაზარი მოსახლეობით და დიდი ეკონომიკური ზრდით, რაც ამ ქვეყანას აქვს ამ ბოლო წლების განმავლობაში, არის ყაზახეთთან ერთად ალბათ თანაბრად წამყვანი ქვეყანა ამ რეგიონში და რა არის საინტერესო, რომ ამის გამო მეტი ინვესტიცია შემოდის, მეტ ქვეყანას სურს გავლენ, ესე ვთქვათ, ურთიერთობა დაამყაროს უზბეკეთთან და ამას ემატება კიდევ ისიც, რომ ცენტრალური ასე ვთქვათ, აზიაში გამავალი ასე ვთქვათ, ახალი სავაჭრო გზები დიდი ნაწილი უზბეკეთზე გადის. და უზბეკეთი ამ კუთხით უკვე ეჯიბრება პირდაპირ უკვე ყაზახეთს, რომელიც ტრადიციულად თამაშობდა ამ ტრანზიტის როლს ჩინეთსა და რუსეთს შორის, ჩინეთსა და სიტყვაზე სამხრეთ კავკასიას შორის და ასე შემდეგ. ანუ უზბეკეთი ამ კუთხით ცდილობს დაიკავოს ესეთი კონკურენტის პოზიცია რა ყაზახეთთან მიმართებაში. და გამოსდის კიდევაც ეს. მაგრამ ესეც არის აი ამ ქვეყნების ნიჭი დიპლომატიური, რომ აი ეს სიტყვაზე აეკრობა, რაც აუთ გეოპოლიტიკური, ხო, აი ამ სავაჭრო გზებთან მიმართებით და ასე შემდეგ, ეს არასდროს არ გადადის, ესე ვთქვათ, მსხვილ რაღაც დაპირისპირებაში და გაუგებრობაში, რაც აი ამ ყოველ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, გარეგნულ, ასე ვთქვათ, ერთიანობას მოარღვევს, ხო? ამიტომაც, ანუ უზბეკეთი არის მნიშვნელოვანი იმ რკინიგზის გამო, ეს არის ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთის რკინიგზა. უზბეკეთი ასევე იყურება პაკისტანისკენ, ასევე იყურება საქართველოსკენ, იყურება ირანისკენ, თავისთავად აქვს მჭიდრო კავშირი რუსებთან, ჩინელებთან და რა თქმა უნდა, ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში, წელიწადნახევრის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. ანუ ამ კუთხით უზბეკეთი რეალურად ბევრად აღემატება მნიშვნელობით ვიდრე ყირგიზეთი ან ტაჯიკეთი, ან თუნდაც თურქმენეთი. მაგრამ აი ასე ვთქვათ, პაიქრობაში არის ყაზახეთთან. და აი ყაზახეთზეც ერთი-ორი სიტყვა რო ვთქვათ, გასაგებია, ანუ მსმენელმა ალბათ ისედაც იცის ყაზახეთი რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ ნუ თქვათ ის, რომ ყაზახეთი როგორ მუშაობს იმაზე, რომ ის მან შეინარჩუნოს ეს დომინანტური პოზიცია როგორც ტრანზიტი ჩინეთსა და ევროკავშირის შორის, ჩინეთსა და რუსეთს შორის. და პრინციპში ამ მომენტისთვის გამოსდის კიდევაც, იმიტომ რომ ის რკინიგზა ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი მას კიდევ ბევრი წელი დასჭირდება ამ რკინიგზის აშენებას. და აი ყაზახეთთან მიმართებაში მეტი გზა, რკინიგზა შენდება. ყაზახეთი ცდილობს, რომ პორტები განავითაროს კასპიის ზღვაზე. უფრო მეტად ვიდრე ის რაც რა დონეზეც არის დღეს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს დონე რაც ყაზახეთს და აზერბაიჯანს აქვს პორტების განვითარების კუთხით არ არის საკმარისი, რომ შენეს შუა დერეფანი ასე ამბიციურად განავითარო, როგორც შენ გინდოდა. როგორც სიტყვაზე ამაზე საუბრობს ბევრი ადამიანი, ხო? ამიტომაც აი ყაზახეთი ცდილობს, რომ აი ეს ტრანსკასპიური მოძრაობა, ასე ვთქვათ, ტრანზიტი განავითაროს და ყაზახეთი ასევე მზარდი ეკონომიკური ძალა, მზარდი მოსახლეობით, მას პატივსცემს რუსეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირიც, თუნდაც ბოლო ვიზიტი ყაზახეთის პრეზიდენტისა ბრუსელში ამაზე მეტყველებს და აი ყაზახეთი, უზბეკეთი, მერე უკვე დანარჩენი ქვეყნები მოდიან. და აი ჩვენ დაგვრჩა თურქმენეთი. თურქმენეთი ძალიან საინტერესოა იმ გაგებით, რომ თურქმენეთი ყოველთვის იზოლირებული იყო, ესე ვთქვათ, არც ცდილობდა განსაკუთრებული როლი ეთამაშა, გეოპოლიტიკური როლი ეთამაშა, ასე ვთქვათ, ცენტრალურ აზიაში. ის ყიდი და გას
მაგრამ აი ამ გეოპოლიტიკურ რაღაცა სავაჭრო გზების კუთხით, ან ასე თქვათ, აი მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის გატარების კუთხით ის ყოველთვის ინერტული იყო და აი ამ ნეიტრალიტეტს ამფარებული იყო, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ხედავთ ცვლილებას უზბეკეთის, ესე ვთქვათ, თურქმენეთის საგარეო პოლიტიკაში და თურქმენეთი სულ უფრო აქტიურად იყურება შავი ზღვისკენ, აზერბაიჯანის გავლით საქართველოსკენ, ასე ვთქვათ. ასევე აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ თავისი გაზი გაყიდოს არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ სხვა ქვეყნებში, თუნდაც ირანში, თუნდაც თურქეთში, ოღონდ ირანის გავლით. ის ასევე აქტიურად უყურებს უკვე ურთიერთობებს ავღანეთთან, რომ ტრანსავღანური სავაჭრო გზა რაც არის და რაც მოიცავს გზებს და რკინიგზას, რომ ამით ის გავიდეს უკვე პაკისტანამდე, გავიდეს ინდოეთამდე. აი სულ უფრო მეტი შეხვედრა იმართება ამასთან დაკავშირებით, სიტყვაზე თურქმენ და ავღანელ და სიტყვაზე პაკისტანელ, ესე ვთქვათ, ოფიციალურ პირებს შორის. სულ უფრო მეტი შეხვედრა არის იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა განავითარონ ეს სავაჭრო გზა. არ ვამბობ იმას, რომ მაინც და მაინც პროგრესი ცალსახაა ჯერ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ღია წყაროებით რაც ვიცით და ხედავთ არის ის, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამაზე, რაც არ ხდებოდა აქამდე. ანუ ამ კუთხით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს თურქმენეთი, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, იმდენად დინამიურია დღეს ცენტრალური აზია და მის გარშემო არსებული რეგიონები, რომ თურქმენეთსაც უწევს უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა გაატაროს და გაიხედოს ბევრი მიმართულებით. ანუ კლასიკური გაგებით გაატაროს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა. კი ბატონო, მოდით ვისაუბროთ გლობალური ძალების ჩართულობაზე და ინტერესებზე კონკრეტულად ცენტრალურ აზიაში. აქ არის წარმოდგენილი, როგორც ვთქვით, თითქმის ყველა ძირითად მოთამაშეს, ეკონომიკურ მოთამაშეს, არა მარტო ასე ვთქვათ, სამხედრო ან პოლუსად წარმოდგენილ მოთამაშეს, არამედ რეგიონულ მოთამაშეებსაც აქვთ კონკრეტული ინტერესები ამ რეგიონში, რითითაც სარგებლობენ და რითითაც აბალანსებენ ცენტრალური აზიის ქვეყნები სხვადასხვა გავლენებს. მოდით დავიწყოთ ჩინეთისგან, იმიტომ რომ ჩინეთი ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა არის, ძალიან გააქტიურდა ვიტყოდით ჩემი გადმოსახედიდან ჩინეთი 2022 წლის მერე განსაკუთრებით სხვადასხვა ფორმატებში და ძალიან საინტერესოა კონკრეტულად ჩინეთის ინტერესები და ამბიციები ამ რეგიონში რა არის და რა ფორმატებში თანამშრომლობს რეგიონთან ჩინეთი. ხო, ჩინეთი მოდით ასე ვთქვათ, ჩინეთი და რუსეთი ეს ის ქვეყნები არის, რომელიც ასე ვთქვათ დომინირებენ ამ ცენტრალურ აზიაში. მაგრამ რუსეთი თუ კლასიკურად დაახლოებით 150 წლის განმავლობაში აკონტროლებდა ამ ცენტრალურ აზიას პირდაპირ ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით, ხო? და 90-იან და 2000-იან წლებში რუსეთი მაინც რჩებოდა ნომერ პირველ ეკონომიკურ პარტნიორად რეგიონისა, ინვესტიციების სახით, ვაჭრობის კუთხით, პოლიტიკური კავშირების კუთხით. ჩვენ ხედავთ, რომ ჩინეთი არა მარტო დაეწია რუსეთს, არამედ ბევრ კომპონენტში გადაასტროკიდებს, თუნდაც ვაჭრობაში, თუნდაც ბევრ ქვეყანაში ინვესტიციების კუთხითაც. ანუ ჩინეთი დღეს უყურებს ცენტრალურ აზიას როგორც ტრანზიტს, როგორც სივრცეს, სადაც შეიძლება ფულის ჩადება და დიდი სარგებლის მოტანა, თუნდაც მაგალითად ელექტრომობილების კუთხით, ხო? ან თუნდაც რესურსების წამოღებით. თურქმენეთის მაგალითი. ან თუნდაც ის მაგალითები, რაც ჩვენ გვაქვს ღია წყაროებით, რაც არის ცნობილი, რომ სიტყვაზე ჩინური კომპანიები დიდ ფულს დებენ ყირგიზეთში, უზბეკეთში, ყველა ქვეყანაში პრინციპში. დებენ და იღებენ იმ წიაღისეულს, ხო? ანუ ის უზარმაზარი პოტენციალი აქვს ამ ცენტრალურ აზიას და შესაბამისად ჩინელები, რომელთაც აქვთ მეტი, ასე ვთქვათ, აქვთ ფული, რომ ჩადონ და ამოიღონ ეს რესურსი და წაიღონ თავის ქვეყანაში და შექმნან პროდუქტი. ამაში ჩინეთმა უკვე ცალსახადან ბევრად გადაასწრო რუსეთს. რუსეთს ამდენი ამხელა ეს თქო ეკონომიკური პოტენციალი არ გააჩნია უბრალოდ. და მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც ის ომშია უკრაინაში და კიდევ სხვა პრობლემები აქვს ქვეყნის შიგნითაც და სამეზობლოში. შესაბამისად, ჩინეთი შეიძლება ჩაითვალოს უკვე ნომერ პირველ მოთამაშედ რეგიონში, ბევრი კომპონენტით, ასე ვთქვათ.
გარდა სამხედრო კომპონენტისა, სადაც ჯერ კიდევ რუსეთი ინარჩუნებს პირველობას, უბრალოდ იმის გამო, რომ მას აქვს კონკრეტული სამხედრო ბაზები, ასე თქვა, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში და ხანდახან აი ჭორის დონეზე შეიძლება გავრცელდეს ის, რომ ყაზახეთშიც რაღაცეები აქვს შენარჩუნებული, თუმცა მაინც აი ესეთი კლასიკური სამხედრო ბაზის სახით არა. ამიტომაც ამ კუთხით რუსეთი ჯერ კიდევ პირველობას ინარჩუნებს. თუმცა ბოლო წლებში ასევე ჩნდება ის ინფორმაცია, რომ თითქოს ჩინელები უკვე აი ტაჯიკეთთან საზღვარზე, უკვე უშუალოდ აი ტაჯიკეთის ტერიტორიაზე უკვე აუშენებიათ ესე ვთქვათ სამხედრო ესე ვთქვათ ინფრასტრუქტურა, რომელიც ესე ვთქვათ დაიცავს საზღვარს და ასე შემდეგ და ბევრი ესე ვთქვათ დასავლეთში მიიჩნევს, რომ ეს არის სამხედრო ბაზა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში ცალსახაა ის, რომ ნელ-ნელა უკვე აი ამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებშიც უკვე ჩინეთიც ნელ-ნელა ერთვება, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს იმ სასაზღვრო შემთხვევებში, რომელიც მე ვახსენე ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე 2025 წლის ბოლოს, მან რამდენიმე ჩინელი ასე ვთქვათ მუშა დაიღუპა ამ შეტაკებების შედეგად. და ამიტომაც ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტაჯიკეთსა და ავღანეთის შორის ასე ვთქვათ საზღვარზე იყოს სიმშვიდე, შესაბამისად გარკვეულწილად უნდა იყოს ჩართული ჩინეთი, ყოველ შემთხვევაში ფულით მაინც დაეხმაროს, გამოცდილებით მაინც დაეხმაროს, ასე ვთქვათ, ტაჯიკეთს, რომ აი ეს ტერიტორია, ასე ვთქვათ, იყოს უსაფრთხო, ხო? და რა თქმა უნდა, კიდევ ერთი განზომილება ამ უსაფრთხოების არის ის, რომ სინძიანი, ეს დიდი, ასე ვთქვათ, ავტონომიური რეგიონი ჩინეთისა, რომელიც პრობლემური რეგიონი იყო ყოველთვის ჩინეთისთვის და არის ჩინეთში ყოველთვის საფრთხე, რომ აი სინძიანში თუ სიტყვაზე მოიშვება ეს უსაფრთხოების ნორმები, შეიძლება ეს რეგიონი აფეთქდეს და რატომ? იმიტომ რომ ცენტრალური აზიიდან, ავღანეთიდან და სხვა ტერიტორიებიდან შეიძლება ასე ვთქვათ შეაღწიონ მანდ რაღაც ელემენტებმა, ექსტრემისტულმა ელემენტებმა და გარკვეულწილად ეს ვთქვათ არეულობა გამოიწვიონ, ხო? ამიტომაც აი უსაფრთხოების განზომილება, ეკონომიკური განზომილება, რომელშიც ასევე შედის ინვესტიციებიც და ელემენტარულად აი ეს ტრანზიტი, აი სამი დიდი განზომილება არის, რომელიც ამოძრავებს ჩინეთს ცენტრალურ აზიასთან მიმართებაში თავის პოლიტიკის განსაზღვრისას. კი ბატონო, მე ასევე დავამატებდი ჩემი მხრიდან, რომ ცენტრალურ აზიას ძალიან დიდი ინტერესი აქვს ჩინური ტექნოლოგიების მიმართულებით. ეს კომპიუტერული ტექნოლოგიები იქნება თუ ეს იქნება მაგალითად აპარატები, რომლებიც გამოიყენება მოსახლეობის დაკვირვების მიმართულებით, იმიტომ რომ კამერები ძირითადად რაც შესყიდული იყო ბოლო პერიოდში, რაც ქუჩებში ყენდება, მაგალითად ნომრების ამომცნობი, სახის ამომცნობი და ასე შემდეგ, კლიანი სისტემები ჩინურ სისტემებზე არის დაფუძნებული და ჩინეთი არის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი ამ ტიპის, ანუ აწყობილ სისტემებს ყიდიან უკვე, რომელიც ჩართული არის ერთიანად და ეხმარება მთავრობებს, რომ ამოიცნონ სხვადასხვა ტიპის მიმართულებით შეამოწმონ, გადაამოწმონ ინფორმაცია და ამოიღონ კონკრეტული ადამიანის სახეები იქნება თუ ასე შემდეგ. ამიტომ ესეც ძალიან საინტერესო არის. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი კვლევა დაიწერა ამ მიმართულებით და ასე ვთქვათ, კონკრეტული ინტერესები ჩანს ცენტრალური აზიის ხელისუფლებებისგან ჩინეთის და ჩინეთიც რა თქმა უნდა აქტიურად არის მოწადინებული არის ამ მიმართულებით ჩართვაზე, რაც კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის გარკვეული ტიპის პოლიტიკურ ელიტებს, ასე ვთქვათ, ჩინურ გავლენებზე, იმიტომ რომ თუ ამ მიმართულებით ეხმარება ჩინეთს აქვს კონკრეტული გავლენები პოლიტიკურ სპექტრზე. ამიტომ ეს ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი თემა არის, როცა ვსაუბრობთ ცენტრალურ აზიაზე. სადაც ჩინეთი აქტიურდება, იქ ამერიკაც აქტიურდება, იმიტომ რომ უკვე ძალიან ცხადი არის და ამას არავინ არ მალავს, რომ ამერიკა ჩინეთს აღიქვავს როგორც ამ საუკუნეში მის კონკურენტ ძალას. შესაბამისად, თუ ჩინეთი ხდება დომინანტი ძალა ცენტრალურ აზიაში და აქვს მას წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, სრულიად ლოგიკური არის, რომ ამ თამაშში გააქტიურდეს ამერიკის შეერთებული შტატები. რა ინტერესები არის და ჩანს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების გააქტიურება ამ რეგიონში? ალბათ მაინც გეოგრაფიით უნდა დავიწყოთ. გეოგრაფიული დისტანცია ხო ამერიკას და ცენტრალურ აზიას შორის იმდენად დიდია და იმდენად რაღაცნაირად ეს არის საზღვაო ძალა, ხოლო ცენტრალური აზია არის თუნდა ეს თქო კონტინენტური გეოგრაფია, ხო, რომ შეუძლებელია რომ იყოს ძალიან მჭიდრო კავშირი და გავლენა ამერიკის ისეთი, როგორც მაგალითად აქვს ჩინეთს ან რუსეთს.
უბრალოდ გეოგრაფიული სიახლოვის ფაქტორის გამო. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ბოლო წლების განმავლობაში ჯერ კიდევ ბაიდენის პრეზიდენტობისას უკვე საკმაოდ ესე ვთქვათ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იქითკენ, რომ ჩამოაყალიბოს უკვე საპრეზიდენტო დონეზე ფორმატი, ანუ ამერიკა და ცენტრალური აზია და ახლა ამ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში უკვე საუბარია იმაზე, რომ ამერიკული კომპანიები სულ უფრო მეტად ჩაერთონ და ერთვებიან კიდევაც უკვე ყაზახეთის და უზბეკეთის ესე ვთქვათ ბაზრებში, რათა აი ეს წიაღისეულზე კონდეთ წვდომა. წიაღისეულზე, რომელიც საკვანძოა ჩიპების და სხვა სიტყვაზე ესე ვთქვათ ტექნოლოგიების შესაქმნელად. ამიტომაც ამერიკა ცენტრალურ აზიას უყურებს წმინდა ესე ვთქვათ ინვესტიციების გადმოსახედიდან, ესე ვთქვათ ეკონომიკური პოტენციალიდან და უყურებს ალბათ იმ გადმოსახედიდანაც, რომ თვითონ ცენტრალურ აზიის ქვეყნებს სურთ ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ, არა სამხედრო პარამეტრებით, მაგრამ უფრო ასე ვთქვათ ეკონომიკურად ინვესტიციების სახით, რათა გარკვეულწილად კონდეთ მეტი ოფცია საგარეო პოლიტიკური თუნდაც და არ იყვნენ დამოკიდებულები რუსეთზე ან ჩინეთზე, აი ცალმხრივად დამოკიდებულები მოსკოვზე ან პეკინზე. ამიტომაც ცენტრალური აზიის ინტერესები და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები ემთხვევა ამ კუთხით ერთმანეთს და დღეს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის დღევანდელი ამერიკული ხელისუფლება ბევრად კომფორტულია, იმიტომ რომ ის ნაკლებად საუბრობს სიტყვაზე ადამიანის უფლებებზე, ან დემოკრატიაზე და ლიბერალურ ღირებულებებზე და შემდეგ, არამედ უფრო არის პრაქტიკული თავის ხედვებში და ინტერესდება უფრო აი რა სარგებლის მიღება შეუძლია ამერიკას უშუალოდ ამ რეგიონიდან. ევროკავშირი უფრო ახლოსაა. ვიდრე ამერიკა გასაგებია და ევროკავშირის ჩაბმა, ასე ვთქვათ, გააქტიურება აი ამ ცენტრალურ აზიაში პირველ რიგში ეხება აი ამ შუა დერეფნის საკითხს, ასევე ეხება ინვესტიციებს, აი ამ მინერალების და აი სხვა წიაღისეულის მოპოვებაში, რომ ასე ვთქვათ ევროკავშირიც იყოს მოთამაშე აი ამ კუთხით სოფლიო ბაზარზე, არ იყოს დამოკიდებული ჩინეთზე და გაიხედოს უფრო აქტიურად, ასე ვთქვათ, რომ აი ცენტრალური აზიისკენ იქ მეტი ფული ჩადოს და ეს ცენტრალური აზიის ბაზარი არ იყოს დაკავებული მხოლოდ ჩინელების, ან თუნდაც ამერიკელების და რუსების მიერ. ანუ ამ კუთხითაც ბრიუსელის და სიტყვაზე ცენტრალური აზიის ინტერესები აი ემთხვევა ერთმანეთს, რომ შემოიტანე ფული, ჩვენ მოგცემთ იქ სიტყვაზე რესურსებს, ან ამ შემდეგ. ანუ ამ კუთხით ამერიკის და ევროკავშირის ინტერესები ემთხვევა რა გაგებით, რომ ორივეს არც ერთს არ სურს, რომ ცენტრალური აზია პეკინის ან რუსეთის გავლენის ქვეშ იყოს, ან ორივესი ერთად. თქო იყოს დივერსიფიცირებული ეს, რომ მეტი შესაძლებლობა იყოს იმისა, რომ ეს ქვეყნები გაიხედონ დასავლეთისკენ. აი ამ კუთხით ემთხვევა. თორე სხვა მხრივ, პრინციპში ამერიკა და ევროკავშირი შეიძლება კონკურენტებიც კი იყვნენ ცენტრალურ აზიაში, რომ ორივე სურს წიაღისეულის მოპოვება და ასე ვთქვათ იყოს დამოუკიდებელი ერთმანეთისგან, აი მინერალების და სხვა ასე ვთქვათ წიაღისეულის კუთხით, ხო? კი ბატონო, ნუ ევროპა ძალიან ღარიბი არის მინერალების და წიაღისეულის მიმართულებით, ნავთობის მიმართულებით და ასე ვთქვათ, რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ეს ცენტრალური კორიდორი და ცენტრალური აზია ასე როგორც მომპოვებელი და მიმწოდებელი ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია მისი სტრატეგიული ავტონომიისთვის, რომელსაც ახლა განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ განსაკუთრებით ვხედავთ, რომ ევროპაში არის ამის ინტერესი, რომ მათაც გაატარონ, ასე ვთქვათ, დივერსიფიცირება მოახდინონ საკუთარი საგარეო პოლიტიკის და ცენტრალურ აზიას რო დაუბრუნდეთ. კიდე არიან თუ არა ძირითადი მოთამაშეები თუ ეს აი სამკუთხედი რა 4 კუთხედი შეიძლება სამკუთხედი დავარქვათ რუსეთი, ჩინეთი და დასავლეთი, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები კიდე არის რომელიმე ძირითადი მოთამაშე, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამერიკაში. კი, რა თქმა უნდა, ანუ არა ისეთი მასშტაბებით, მაგრამ მაინც ეს არის თურქეთი, ეს არის ირანი, არის ინდოეთი, არის იაპონია და სამხრეთ კორეაც. სამხრეთ კორეა და იაპონია დაინტერესებულები არიან აი ამ ასე ვთქვათ წიაღისეულით.
და იქ სხვადასხვა პროგრამებით ცდილობენ იქ ფულის ჩადება, რომ რაღაცნაირად გული მოიგონ იქ ადგილობრივი ხელისუფლებების და უფრო ესე ვთქვათ თავის ტექნოლოგიებით შესთავაზონ ცენტრალური აზიის ქვეყნებს და ამით იყვნენ მიმზიდველები. არის ინდოეთი, რომელიც ცდილობს ცენტრალურ აზიამდე მივიდეს, მაგრამ მას ხელს უშლის პაკისტანის ტერიტორია, ტრანზიტი პაკისტანზე არ გამოდის, ამიტომაც ის ცდილობს, რომ ირანის გავლით ჩაბაჰარის პორტით გავიდეს ცენტრალურ აზიისკენ, ავღანეთისკენ და რასაც ჩვენ დღეს ვეძახით ცენტრალურ აზიას, ხო? ამიტომაც ინდოეთიც თუ გადავხედავთ აი მას შეხვედრებს, როგორი აქტიობით მიმდინარეობს, ხო, პოლიტიკური კავშირების, პოლიტიკური ისე ვთქვათ, შეხვედრები და ამ შემდეგ ანუ ხედავთ, რომ ცენტრალურ აზიას და ინდოეთს შორის კავშირები სულ უფრო ღვივდება. და არის რა თქმა უნდა თურქეთი, რომელსაც სურს რომ ეს რეგიონი ამ რეგიონში უფრო მეტად იყოს ჩართული. და თუნდაც ის ფაქტი, რომ თურქებმა ამ რეგიონს უკვე ოფიციალურად დაარქვეს ტურკესტანის რეგიონი, ასე ვთქვათ, რეგიონი, რომელიც თურქული მოდგმის ხალხის, ასე ვთქვათ, აკვანს წარმოადგენს, აი ეს გააზრება აქვს თურქებს. პრინციპში ისტორიაში პრინციპში ეს ასე იყო, ანუ ეს ცენტრალური აზიის ტერიტორია, თანამედროვე რუსეთის სამხრეთი ნაწილი, მონღოლეთის ნაწილიც, ჩინეთის უკიდურესი დასავლეთი ნაწილი, აი ეს მაინც ის სივრცეა, სადაც თურქულენოვანი ხალხი ცხოვრობდა და საიდანაც წამოვიდა, ანუ ეს სრულად არ არის, ასე ვთქვათ, მოწყვეტილი, ასე ვთქვათ, რეალობას, ეს გააზრება, მაგრამ თვითონ ტერმინის ასეთი ფორმით გამოყენება, რა თქმა უნდა, იწვევს დიდ შეშფოთებას რუსეთში, ჩინეთში. და გარკვეულწილად ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც, იმიტომ რომ მაინც და მაინც მათ არ სურთ რომ იყვნენ აღქმულები, ასე ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ როგორც თურქულენოვანი ხალხი, რომელთა შორისაც თურქეთი იქნება წარმართველი ქვეყანა. ამიტომაც ესენიც ფრთხილობენ. არ სურთ რომ მოსკოვიდან ან პეკინიდან რაღაცნაირად ესეთი ნეგატიური დამოკიდებულება წამოვიდეს. ანუ ამაშიც უწევთ დაბალანსება. და რა თქმა უნდა თურქეთს სურს რომ თავისი იარაღი გაყიდოს იმ რეგიონში. სურს რომ ეს შუა დერეფანი განვითარდეს და ამავდროულად. ერდოღანს როგორც წესი ძალიან ახასიათებს აი პროპაგანდის სიყვარული, რომ განცხადებებს აკეთებს ხოლმე ძირითადად იმისთვის, რომ ის სამთავრობო პროპაგანდა ყვებოს. რამდენად არის ეს ანუ ცენტრალურ აზიასთან თურქეთის კავშირი პრაგმატული და ხელშესახები, ანუ რამე კონკრეტულის მომტანი არის თუ ეს არის უბრალოდ განცხადებებისთვის, რომ გამოჩნდეს, რომ თურქეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში. არა, იცით, მე ვიტყოდი რომ ვაჭრობა მატულობს, ინვესტიციების რაოდენობა მატულობს. სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონტაქტები არ არის მაინც და მაინც ძალიან დიდი, მაგრამ იქაც არის ძვრები, გარკვეულწილად იქ სიტყვაზე დრონებით არის დაინტერესებული, დრონების შესყიდვით არის დაინტერესებული ყირგიზეთი, ყოველ შემთხვევაში წინა წელს ასე იყო. უზბეკეთი, ყაზახეთიც გარკვეულწილად, მაგრამ ესენი ფრთხილობენ. ანუ ხვდებიან რომ ეხლა მარტივად ასე იყიდო თურქული პროდუქცია, სამხედრო პროდუქცია, ეს გამოიწვევს გარკვეულწილად აღშფოთებას აი ამ დიდ ორ მეზობელში, ხო, რუსეთსა და ჩინეთში. ამიტომაც ეკონომიკური კუთხით თურქებისთვის ხელშესახებია ის უპირად ის სარგებელი, რაც ისინი იღებენ. მაგრამ თურქებს სურთ უფრო მეტის გაკეთება და თუნდაც აი ეს თურქული ქვეყნების ეს გაერთიანება, ეს ორგანიზაცია, ხო, თურქულენოვანი ქვეყნების ესეც არის აი ანკარის თქო ამბიციების გამოხატველი, როგორც სურს თურქეთს რომ თურქეთი იყოს უფრო მეტი, ვიდრე თანამედროვე საზღვრებში მოქცეული თურქეთი. თურქეთი არის იდეა, რომელიც თვითონზე მოიცავს უზარმაზარ გეოგრაფიულ სივრცეს. აი დაახლოებით აი ეს არის ის მამოძრავებელი, რაც დღეს თურქეთს აქვს ცენტრალური აზიისადმი. მოდით დასკვნის ნაწილში გადავიდეთ, შევადაროთ უკვე დერეფნები, რომლებიც მომდინარეობს, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. ჩვენ ორი ძირითადი კონკურენტი გვყავს, ეს არის ჩრდილოეთის კორიდორი, რომელიც რუსეთზე გადის და ეს არის ცენტრალური კორიდორი, რომელიც ცენტრალურ აზიაზე, მათ შორის საქართველოზე გადის. მოდით ეს ორი კორიდორი შევადაროთ, გამტარუნარიანობის თვალსაზრისით და რა პრობლემები არის ეს ცენტრალური კორიდორი ეხლა ხდება უფრო რელევანტური, მიუხედავად იმისა, რომ ამის იდეა ძალიან დიდი ხანია ტრიალებს, უფრო 2022 წლის მერე ხდება რელევანტური. რა მინუსები აქვს, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი გახდეს ჩრდილოეთ კორიდორისთვის, რომელიც დღესაც კი ძალიან სერიოზულ გაცილებით უფრო დიდ რაოდენობის ტვირთს ატარებს, მიუხედავად სანქციებისა, მიუხედავად საზღვრების ჩაკეტვისა, ვიდრე ცენტრალური კორიდორი. ხო, მაინც გეოგრაფია თავისაშუება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის უმოკლესი გზა მაინც
შუა დერეფანზე გადის, ანუ საქართველოსა და აზერბაიჯანზე და ისე ცენტრალურ აზიაზე. მაინც ის ჩრდილოეთ დერეფანი, რომელიც რუსეთზე გადის, უფრო მეტად აწყობილი დერეფანი არის. მან ნაკლები ზღუდის გადალახვა გიწევს, გეოგრაფიული ბარიერის გადალახვა გიწევს, ვიდრე სამხრეთით. აქ სამხრეთით ჩვენთან მაინც ზღვებია, მთები და მრავალი ქვეყანა, ხოლო ბევრი საზღვარი. კი ბატონო, რაც იწვევს იმას, რომ შენ ხშირად გიწევს გაჩერება, არ არის რაღაც ერთიანი სისტემა ჯერ ჩამოყალიბებული და შემდეგ. თუმცა გარკვეული პროგრესი რა თქმა უნდა ასე ვთქვათ, გვაქვს პროგრესია 22 წელი დამოყოლებული ამ კუთხით. გულისხმობ თანამშრომლობას ამ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის, მაგრამ აი ეს ჩრდილოეთ დერეფანი არის მაინც დერეფანი ძირითადად ორი ქვეყნისგან შემდგარი, ხო, ეს ყაზახეთი, რუსეთი, ან მხოლოდ ჩინეთი და რუსეთი და ასე ვთქვათ ბელარუსის, ასე ვთქვათ პოლონეთის საზღვრებამდე მიაღწევს. ანუ ამ ხრივ ეს დერეფანი კომფორტულია, აწყობილია, სარკინიგზო სისტემა არის იმდენად მსხვილი რუსეთზე, რომ ის ახერხებს აი ამის გატარებას და თუ საქართველოში აშენდება ის ინფრასტრუქტურა, რომლის აშენებაც ქვეყანა ცდილობს, თუ მოხდა იგივე პროგრესი თქოს აზერბაიჯანში, თუ განვითარდა პორტები კასპიის ზღვაში და ამ შემდეგ, თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, შეიძლება შუა დერეფანზე გავიდეს 20% იმისა, 20, შეიძლება ცოტათი მეტი იმისა, რაც გადის ხმელეთზე კონტეინერების სახით. მაგრამ ეს მაინც ჯამში არის პატარა პროცენტი იმისა, თუ რაც გადის ზღვაზე. შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ მაინც და მეც შუა დერეფნით შეიძლება ფანტასტიკური რაღაცა შედეგების მიღწევა, არ ვიცი, ხანდახან მგონია შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს. მაგრამ ხანდახან შეიძლება კეთესიც იყოს, რომ შენზე არ გადის მაინც და მეც მსხვილი სავაჭრო გზები, იმიტომ რომ თუ ეს ასე მოხდება, შეიძლება ეს გეოპოლიტიკური პრობლემებიც შეგიქმნას ამან, იმიტომ რომ მაინც დიდი ქვეყნები უფრო სხვანაირად ინტერესდებიან, მე უკვე პატარა ქვეყნით, რომელზეც გადის მსხვილი სავაჭრო გზები, ხო და ძირითადად ხშირად ეს ისტორიაში ომების და რაღაცების თქო უბედურებების თავდაცვის მექანიზმია, რომ სტრატეგიული გარკვეულწილად, თუმცა ინტერესიც არის. თუმცა სხვა ქვეყნები უკვე შენ სხვანაირად გიყურებენ და ისტორიაში ვიცით, რომ ტრანზიტით ხეირობდა გზელვადნენ პერსპექტივაში მაინც უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა, ვიდრე პატარა მოთამაშე. რაღაც პერიოდი შეიძლება, მაგრამ მე მაინც დიდი მოდის და დიდს უნდა ის ფული, რომელიც გადის პატარა ქვეყანაზე. და ეს პატარა ქვეყანა, რა თქმა უნდა, დაუცველია. და ისტორიაში ყოველ შემთხვევაში ასე იყო. ამიტომაც შუა დერეფანი არის ძალიან მიმზიდველი იდეა, დიდი პროგრესი განხორციელდა, მაგრამ აი ეს ჩრდილოეთ დერეფანი მაინც ჯერ კიდევ ინარჩუნებს იმ უპირატესობას, ამ მომენტისთვის ციფრების დონეზე ყოველ შემთხვევაში ინარჩუნებს უპირატესობას. საინტერესოა, რომ ამ ჩრდილოეთ და ცენტრალურ კორიდორს ემატება ტრიპი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახდა ძალიან, ასე ვთქვათ, განხილული თემა ამერიკის ჩართულობით კორიდორის გაკეთება, რომელიც აზერბაიჯანის, სომხეთი, თურქეთის მიმართულებით გადის, რაც კი ამ ასე ვთქვათ, ცენტრალურ კორიდორის უამრავი ქვეყნის, უამრავი საზღვრის სისტემას კიდევ რამდენიმე საზღვარს ამატებს, რაც არის აზერბაიჯანი, სომხეთი, ნახიჩევანი, თურქეთი. კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის ამ ყველაფერს, რაც ასევე ძალიან გრძელვადიანი და შორს მიმავალი პერსპექტივა არის, იმიტომ რომ ამ მიმართულებით არანაირი ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ რამდენად შეიძლება ამერიკის ჩართულობა თუ იქნა და ამერიკული ინვესტიციები და ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები იქნა ამ მიმართულებით, ამან შეუქმნას კონკრეტული კონკურენცია ცენტრალურსა და ჩრდილოეთის დერეფანს. თუ ეს არის ცენტრალური დერეფანს მე აი ამ დერეფანს, რომელიც წესით უნდა გაიხსნას, ამოქმედეს სომხეთის უკიდურეს სამხრეთ ტერიტორიაზე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის საერთო ამ შუა დერეფნის კომპონენტი, ასე ვთქვათ. და ის საქართველოზე გამავალი სავაჭრო გზასთან ერთად შექმნის, ესე ვთქვათ, გაამყარებს ამ შუა დერეფნის იდეას. მე უფრო ასე აღვიქვამ, ვიდრე ეს კონკურენტად მაინც და მაინც საქართველოზე გამავალი დერეფნის და ასე შემდეგ. ანუ საქართველოს თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მაინც ცენტრალურ ადგილს დაიკავებს ყოველთვის. ინფრასტრუქტურა აგებულია, გეოგრაფიულად შუაგული ვართ, მთელი რეგიონის, ისტორიულადაც ასე იყო.
და ამიტომაც მე რაღაც განსაკუთრებულ ესე ვთქვათ ნეგატიურად მაინც და მაინც ვერ უყურებ იმას, რომ რაღაცა დამატებითი დერეფანი იხსნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. და აქ არის კიდევ ერთი კორიდორი, ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორი, რომელიც ვისაუბრეთ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა გეოგრაფიული მიმართულება არის, ხშირად ითვლება ხოლმე როგორც კონკურენტი აღმოსავლეთ-დასავლეთ, ანუ ჩრდილოეთ კორიდორის და ცენტრალური კორიდორის და რა განაპირობებს ამის კონკურენტუნარიანობას და რას ნიშნავს ჩრდილოეთის სამხრეთის კორიდორი? ხო, ეს არის დერეფანი, რომელიც როგორც თქვით 2000-იანების დასაწყისში, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა, ანუ იდეურ დონეზე. რუსეთი, ირანი, ინდოეთი, ეს სამი დიდი ძირითადი ქვეყანაა, რომელიც დაინტერესებულები არიან ამ დერეფნით. 2000-იანებიდან მოყოლებული. ამას მიემატა ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა, რომელიც ასევე რაღაცა მემორანდუმებს აწერდა ხელს და ასე შემდეგ და დაინტერესება გამოხატა ეს საჯაროდ, რომ ჩვენც გვინდა მივიღოთ მონაწილეობა ამ დერეფანში. იდეა არის მიმზიდველი, იმიტომ რომ როგორც თავიდან თქვით, რუსეთი მუდამ მიუტყოდა იქითკენ, რომ სამხრეთისკენ გასულიყო, იმიტომ რომ მან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მან დიდი ეკონომიკებია, მან დიდი სავაჭრო გზებია, მე გულისხმობ ახლო აღმოსავლეთს, ინდოეთს და ამიტომაც რუსეთის მიერ ეს ამ იდეის ჩამოყალიბება ეს არის დაახლოებით იგივე, რასაც აკეთებდნენ რუსი მოგზაურები მე-15-მე-16 საუკუნიდან მოყოლებული და რასაც მე უკვე პეტრე აკეთებდა, რასაც ცდილობდნენ სიტყვაზე უკვე დანარჩენი რომანოვები მე-19 საუკუნეში მაგალითად და აი ეს არის და ეს, ანუ არაფერი ახალი აქ არის. ეს არის იმ ძველი სავაჭრო გზის ამუშავება, რომელიც აი ასტრახანზე და კასპიის ზღვაზე და აი ამ ტერიტორიაზე გადიოდა, მას შემდეგ რაც უკვე ივანე მრისხანემ დაიპყრო ყაზანი და ასტრახანი უკვე მე-16 საუკუნის შუა პერიოდში. და იქიდან უკვე რუსეთი იხედება უკვე სამხრეთისკენ. ამიტომაც ეს დერეფანი არის ისტორიულ მაგალითებზე აწყობილი. უბრალოდ დღეს ამის სრულად ამუშავებას განტარუნარიანობა ამ დერეფნის მატულობს 22 წლიდან მოყოლებული, იმიტომ რომ რუსები უკვე იყურებიან ევროპასთან სირთულეების ფონზე უკვე იყურებიან სამხრეთისკენ, ასე თუ გლობალური სამხრეთის მიმართულებით და პრინციპში ვაჭრობა მატულობს. ირანთან არც თუ ისე, მაგრამ მაინც ინდოეთთან განსაკუთრებით, ნავთობის წყალობით და ასე შემდეგ. და რუსების იდეით ზოგადად აი სამხრეთისკენ დივერსიფიცირება საგარეო ვაჭრობის არის იდეალური რამ, რაც შეიძლება გააკეთონ, რომ ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულები ევროკავშირზე. ამიტომაც ამ კუთხით ეს არის ძალიან პერსპექტიული ისტორიული გაგებითაც, როგორც თქვით, მაგრამ არის აი სერიოზული დაბრკოლებები, რაც მაგალითად არის ირანსა და აზერბაიჯანის საზღვარზე. ასტარა, ასე ვთქვათ, რაშტის რკინიგზა, რომელიც დაახლოებით 162-164 კილომეტრის მანძილზე არის დაახლოებით ეს სიგრძეში, რაც არ არის ჯერ კიდევ დასრულებული, პრინციპში არც სამუშაოებია დიდად დაწყებული, ყოველ შემთხვევაში ღია წყაროები ჯერ დადასტურებული არა და აი ამის გამო უშუალოდ აი სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთიდან ირანამდე ჯერ არ არის ესე ვთქვათ აწყობილი. მაგრამ ვაჭრობა მაინც ვითარდება, ესე ვთქვათ, ფართოვდება და მაგალითად აი ამ ომის ფონზე, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, ირანი ყოველთვის აი ცენტრალური აზიისკენ და რუსეთისკენ იყურება, როგორც აი გზებისკენ, საიდანაც უფრო ნაკლები შეზღუდვა იქნება და მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, რომ მეტად სიტყვაზე გაუძლოს იმ წნეხს, რომლის ქვეშაც ისაა. კი ბატონო, მოდი დასკვნით კითხვას დავსვათ. საქართველოს ამ ყველაფერში რა ინტერესები აქვს საქართველოს ცენტრალურ აზიაში? რა სჭირდება მას ცენტრალური აზიისგან იმისთვის, რომ განამტკიცოს თავისი გეოგრაფიული მნიშვნელობა და მისი როლი, ასე ვთქვათ, მთლიანად აი გლობალურ ვაჭრობაში და აითვისოს ბოლომდე ეს გეოგრაფიული მდებარეობა რაც გვაქვს. ეცეთ რა არის საქართველოს ისევე როგორც სხვა ქვეყნები სამეზობლოში იყურება ცენტრალური აზიისკენ და თუნდაც ბოლო თვეების განმავლობაში რაც იყო ეს გააქტიურება ხო საქართველოსა და ცენტრალურ აზიებს შორის კავშირებში აი ამის გამოძახილია. აზერბაიჯანი, სომხეთიც კი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, სპარსეთის ყურის ქვეყნები ყველა იყურება ცენტრალური აზიისკენ. და ამას რა თქმა უნდა კიდევ სხვა დიდი ქვეყანაც ემატება, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. და ამიტომაც საქართველოს იყურება ამ რეგიონისკენ, სადაც არის მეტი შესაძლებლობა, სულ უფრო მზარდი შესაძლებლობები ინვესტიციების სახით, ვაჭრობის გაზრდის სახით და ბოლოს ესეც ლოგიკურია, რომ შენ
გაზარდო, გააფართოვა შენი კავშირები ცენტრალურ აზიასთან, იმ გაგებით რომ შენ ხარ ეს თქო შუა დერეფანზე და შუა დერეფნის კომპონენტი, როგორც თვითონ საკუთრივ საქართველოა, ასევე არის ცენტრალური აზიაც. ანუ ერთი მეორის გარეშე ვერ ჩამოყალიბებს აი ამ შუა დერეფანს სრულყოფილად. ამიტომაც ორივე მხარეს ესმის, რომ ეგ საჭიროა ეს კავშირები გამყარება საჭიროა. ცენტრალურ აზიაში სჭირდება გასასვლელი ზღვაზე, ბევრჯერ ვახსენე პაკისტანისკენ და სხვა ტერიტორიებისკენ, ერთ-ერთი არის საქართველო. საქართველოს სჭირდება ინვესტიციები, ვაჭრობა. და ბოლოს ნელ-ნელა ყალიბდება ის იდეა, რომ ეს ორი რეგიონი, ანუ კავკასია და ცენტრალური აზია არ არის მაინც და მაინც ორი განცალკევებული რეგიონი გეოგრაფიულად მიუხედავად იმის, რომ კასპიის ზღვა ყოფს მათ. ანუ ეს ერთი არის, რაღაცნაირად კავკაზიად შეიძლება რა ჩაითვალოს, ხო ხდებით? კავკასია და ცენტრალური აზია. ანუ ერთი დიდი სივრცეა, გაერთიანებული სავაჭრო გზებით და რაღაცნაირად ინტერესით, რომ ერთმანეთი გაამაგრონ და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულები რომელიმე მოთამაშეს. ანუ პრაქტიკულად ჩვენც იგივე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსაც იგივე დილემა აქვთ, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებს. ორივე რეგიონს სურს კარგ სავაჭრო გზებზე გასვლა და არც ერთს არ სურს ერთი რომელიმე დიდი ქვეყნის ქვეშ, ასე ვთქვათ, მოექცეს სრულად. კი ბატონო. მოდით ვიმედოვნოთ, რომ საქართველოს შეძლებს იმას, რომ რამენაირად კოორდინაცია მოხდეს. ნუ ჩვენ ახლა დიდი გავლენა არ გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, მაგრამ საჭიროა რომ თუ გვინდა რომ ავითვისოთ ის გეოგრაფიული მდებარეობა და ის სავაჭრო პოტენციალი რაც აქვს ამ ცენტრალურ კორიდორს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჭიდრო კავშირები იყოს და დიდი ინვესტიციები მოვიდეს, ასე ვთქვათ, იქნება ეს ცენტრალური აზიიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ თუ დიდი ფული არ ჩაიდო ამ მიმართულებით და კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები და კოორდინაცია არ მოხდა, ეს კორიდორი დერეფანი, ასე ვთქვათ, სრულიად აუთვისებელი დარჩება და დარჩება იმ პატარა პროცენტულ მიმართულებაზე, რაც მხოლოდ 10-15%-ია ჩრდილოეთ კორიდორის გამტარობის, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ მიმართულებით რო გვესაუბრეთ, მე ძალიან დიდი ხანია ვეძებ ადამიანს, რომელიც ცენტრალურ აზიაზე ინფორმაციას მოგვაწვდის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი ვერ დავფარეთ, ძალიან დიდი თემა არის, ბევრი ქვეყანა არის, ძალიან ბევრი ინტერესები არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ აქედან დავიწყოთ და მე კიდე შეიძლება ამაზე ზემოდან დავაშენო. დიდი მადლობა კიდევ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დიდი მადლობა, რომ ბოლომდე გვიყურეთ. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და არ გინდათ, რომ გამოგჩეთ სიახლეები ჩვენგან, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ასევე გამოყვეთ ჩვენ სოციალურ მედიაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. აუდიტორიის დაგროვებასთან ერთად ჩვენ გეგმავთ დავამატოთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი. ამიტომ თუ არ გინდათ, რომ გამოგრჩეთ ჩვენგან სიახლეები, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდები. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ.